მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია გადაცემა ცოდნის არქეოლოგია. მე მისი წამყვანი ირაკლი მეთფარიშვილი გთავაზობთ სტუმარს კახა კვაშილავას, ისტორიკოს, რომელიც სწავლობს ქართველთა ბედს ავღანეთში. ჩვენს ძალიან საინტერესო გმირულ ეპიკურ ისტორიას და ავტორი გახლავთ აი ამ ღირსშესანიშნავი წიგნისა გიორგი მე-11 და ქაი ხოსრო და ჩვენ გვაქვს პატივი ამ გადაცემაში სახელმწიფოს ავტორთან მქონდეს პირდაპირ ინტერვიუ. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, გმადლობთ მოწვევისთვის. ვადევნებთ თქვენს ამ გადაცემას და ინტერნეტ პოდკასტსაც, YouTube პოდკასტსაც თვალყურს და ძალიან საინტერესო აქტუალურ პრობლემებზე მსჯელობთ. სამწუხაროდ ისე დადგა ჩვენს ქვეყანაში დრო, რომ აი ისტორიას არ ეკცევა. თითქოს და ქვეყანა ვართ, სადაც ისტორიას მნიშვნელოვანი წილი უკავია, სადაც გაიხედა ისტორიული ძეგლებია ისტორიასთან კავშირში, მაგრამ რატომღაც ეს ისტორია უფრო მითოლოგიზება ხდება ამ ისტორიის და მისი რეალური სურათის წარმოჩენა ნაკლებად ხდება და მადლობას მოგახსენებთ, რომ აი ამ საქმეს მოშურნეობთ და ესეთ კარგ გადაცემას აკეთებთ, რაც მაყურებლისთვის მეტად მნიშვნელოვანია. დიახ, მადლობა. თემა კი ძალიან საინტერესო გვაქვს. ჩვენ ცოტა გავუსწარით წინა გადაცემაში მოვლენებს. კი, ვახტანგ მე-6-ს გავეცანით და სწორედ ასე დავგეგმეთ გამომდინარე შეზღუდული დროის გრაფიკისა, რომ თქვენი გადაცემა იქნებოდა დღეს, მაგრამ მაყურებელი თავისუფალია იმ არჩევანში, რომ შეუძლია ეს გადაცემა ნახოს, რომელიც გადის ახლა ჩვენს ეთერში და შემდეგ კი ვახტანგ მე-6-ს რომ დაიცვას ისტორიული თხრობის თანმიმდევრობა. ბატონ ნიკო, პროფესორ ნიკო ჯავახიშვილს მადლობას გადავახდე, რადგან მან უკვე რაღაცები თქვა, ასე თქვა წინწრებით, ის რაც უნდა მეთქვა და ასე რომ მაყურებელი ჯერ მას ნახავს თუ ამას, უფრო სურათის შეეკორება, ფაზლი უფრო შეეკორება. ეს თემა ძალიან რთული გასააზრებელია. მე მახსოვს, როცა მოსწავლე გახდით. იმდენი ისტორიული პერსონაჟი იყო, იმდენი მოქმედი გმირი იყო, ანუ აღსაქმელად მოსწავლისთვის. ძალიან მარტივი გასაგებია ოქროს ხანა და ის თანმიმდევრობა, რომ მოქმედი პირები პრაქტიკულად ცენტრში ეყრის თავს და აი აქ კი სამი სამეფო, მათ შორის მიმდინარე პერიპეტიები, მათი ასე თქვათ ნომრით სახელდებაც ასევე ერთგვარ გაუგებრობას იწვევს მოსწავლისთვის. და ისტორია კი ძალიან საინტერესოა. ამას სჭირდება ძალიან კვალიფიციური კონკრეტული მიდგომა, რომ მაყურებლისთვის გახდეს ცხადი სადრა მოვლენები ხდება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თხრობა ვახტანგ მე-5-დან, რომელსაც მოახერხა და ქართლ-კახეთი გაერთიანა და დასავლეთ საქართველოში ჩვენი თხრობის გმირი გაამეფა, მაგრამ ვახტანგ მე-5 ირანში დაბარების დროს გარდაიცვალა. და ამის შემდეგ რა მოხდა? კარგი შესავალი იყო ზუსტად ვახტანგ მე-5 შაჰნავაზ პირველი, რომელიც ძალიან საინტერესო როლს თამაშობს. აი მართლაც სწორად აღნიშნეთ, ძალიან რთული პერიოდია. დაქუცმაცებული საქართველო, აქეთ ქართლ-კახეთის სამცხე, რომელიც უკვე ოსმალეთის დიდწილად ოსმალეთის გავლენის ქვეშა, იქით დასავლეთ საქართველო თან იშლება, აფხაზეთი ჩნდება უკვე ძალიან მნიშვნელოვნად და მართლაც რთული პერიოდია. ერთ-ერთ ისტორიკოს, უცხოელ ისტორიკოს აქვს თუ არ ვცდები დევიდ ლენგს ასეთი ფრაზა ნათქვამი, საქართველოს ისტორია რომ შევისწავლე, არანაირი მოტივაცია, არანაირი მიზეზი არ რჩებოდა, რომ ეს ხალხი დღემდე მოსულიყო და გადარჩენილიყო. აი ამ სირთულეს გადაურჩით, სადაც სხვები ალბათ გატყდებოდნენ, წაიშლებოდნენ ისტორიიდან და ამ პერიოდშიც რამდენია, რომ აი ჩვენ კი აი ამ პერიოდში შევძელით საოცარი რაღაც გაკეთება. აი სწორედ აი ამ პერიოდში ჩდება
ფარსადან გორგიჯანიძეს კარგი სიტყვა, კარგი ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიყენებ ხოლმე, საქართველოს თავად პატარა იყო, მაგრამ კიდევ უფრო მცირე საქართველოს დაშლილი და ხა რამინდა ასე რო ვთქვა და მაყურებელს გავაგონო ის რომ თითეული ეს სამეფო სამთავრო საკუთარ თავს იმერეთს კი არ უწოდებდა, ქართლს არ უწოდებდა, კახეთს არ უწოდებდა, იქით დადიანი საკუთარ თავს სამეგრელოს ან ოდიშს კი არ უწოდებდა, კი რაღაც პოლიტიკურ სიტუაციებში იყენებდნენ, მაგრამ ყველას თავი მოქონდა როგორც ერთიანი საქართველოს ნაწილი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენში გაუცხოება არ მომხდარა. ეხლა რამდენი მე-15 საუკუნის მიწურულიდან აი ფაქტობრივად დაშლილი ვართ, ხო? მე-19 საუკუნის აი შუახანებამდე. აი ამ საუკუნების მანძილზე ჩვენ შევინარჩუნეთ ეროვნული თვითშეგნება, ერთიანი ეროვნულობის ნიშანი. კულტურული ქსოვილი მთელია. კი, აი რაც მთავარი იყო და რასაც შეიძლება სხვაგან და აი მაგალითად გერმანულ სამყაროში, ხო? რამდენი ქვეყნება დაეშალა. ხო, ეს ანალოგია ქონდა წინაზეც და რა კარგად ხსნის და მათ შორის გვაძლევს საშუალებას აი რეტროსპექტივაში წარმოვიდგინოთ როგორ განვითარდებოდა საქართველოს ისტორია რომ არა რუსეთი, ხო? მე-19 საუკუნეში როცა მოხდა თავად დემოგრაფიული აფეთქებაც მედიცინის და მეცნიერების წინ წამოწევის გამო, ალბათ ჩვენი საბოლოო დასასრული მე-19 საუკუნეში შედგებოდა ის რაც მოხდა 1918 წელს და ალბათ წყობას მივაგნებდით რაღაცა ფედერაციას. ალბათ და მაინც ეს მნიშვნელოვანი, აი ეს ცოტა სიტყვა გამეგრძელდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, აი რატო ვახსენე შაჰნავაზთან ეს ყველაფერი. აი შაჰნავაზი 1666 წელს, ხა ცოტა დროს გავუწარი, ჩადის დასავლეთ საქართველოში. ქართლის მეფე, ქართლის ვალი ჩადის თითქოს და სხვა სახელმწიფოს გადაივლის, იმერეთს გადაივლის და ჩადის მის მოწინააღმდეგე პოლიტიკურად ოდიშთან, რომელსაც ასევე დაშლილი მდგომარეობა აქვს უკვე ჩამოყალიბებული აფხეთის სამთავრო შარვაშიძეების და შარვაშიძე ჩამოდის, ზუგდიდში ჩამოდის და შაჰნავაზ, ანუ ვახტანგ მეხუთეს აღიარებს მის მეფედ. ანუ ეს რამხელა ისა, ხო? გააზრება, ეროვნულობის გააზრება, ის რაც დღეს გვაკლია სამწუხაროდ, თუნდაც იგივე აფხაზებთან მიმართებაში შარვაშიძე ჩამოდის ზუგდიდში და ეახლება, ანუ მას შაჰნავაზს მოიაზრებენ არა როგორც ერთი რომელიღაც პატარა ან ისეთი მეტნაკლებად პატარა სამეფოს მეფედ, არამედ სრულიად საქართველოს მეფედ დავით აღმაშენებლის და თამარის მემკვიდრედ მართალია მოხანელების შტოა პირდაპირ შტოა არა, მაგრამ აი ის მთლიანობა რაც არის აი ამ ეპოქაში ჩანს და ვახტანგ მე-5 აი სწორედ თითქოს ძალიან ისეთ იმაში მოვიდა, ხო, ხელისუფლებაში ძალიან რთულ პერიოდში, როგორც სპარსეთის თითქოს და ის უნდა ყოფილიყო რენეგატი რაღაც ესეთი, მაგრამ მოდის და აკეთებს იმას, რასაც სპარსეთი თითქოს არ უნდა. ხო, აი როსტომ ხანზე ბევრად უფრო კონსტრუქციული და ბევრად უფრო, ანუ საჩვენო საქმე გამოსდის მას. კი, როსტომ ხანმაც თავისი პოზიტიური და ნეგატიური როლი შეასრულა, მაგრამ უფრო პოზიტიური, მაგრამ მან ეს აი ვახტანგმა, რომელიც მისი შვილობილი იყო, ეს ძალიან კარგად გამოიყენა და სულ სხვა რეალობას დაუყენა. იგივე არჩილი, იგივე გიორგი, იგივე ლევანი, იგივე ვახტანგ მე-6, რომელიც მისი შვილი იყო, საერთოდ ერთადერთი ესემ არ გაუმართლა უბრალოდ ამ ოჯახში, მაგრამ დანარჩენები ყველა რაღაცნაირად აი ერთი კეთილ ნაყოფიანი ხის ნაყოფები არიან. და ვახტანგ მე-5-ზე რამ დავთქვა, რომელიც ერთი ფრაზა მომწონს ასევე კარგად, რევაზ ბარამიძე, ცნობილ ფილოლოგს, აქვს ესეთი კარგი ფრაზა, იცით ლიტერატურის მკვლევარი იყო და ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ქართული ლიტერატურა შუა საუკუნეების და აი მუხრან ბატონების პერიოდზე და როდესაც ვახტანგ მე-5 ისლამზე მოაქცეს, რადგან წინაპირობა სწორედ ისლამზე მოქცევა იყო ქართლში გუბერნატორობისა, მე ვიტყვი ამას, რატო ვახსენე გუბერნატორობა, მას უწოდეს შაჰ-ნაფას. შაჰ-ნაფას, პარსონ ნაფას, ანუ იგივე ნაფასი, ანუ სუნთქვა.
ანუ მას უწოდეს სპარსულიდან ქართულად ვთქვათ შაჰის სუნთქვა და რევაზ ბარამიძე ძალიან მახვილგონიურად ამბობს ვახტანგ მეხუთემ შაჰ ნაფასად წოდებულმა შაჰ სუნთქვა გაურთულაო ანუ წარმოგიდგენთ რას აკეთებს რა შაჰს სუნთქვას ურთულებს აკეთებს ძალიან რთულ საქმეებს და აკეთებს ძალიან გონივრულად ჩადის ხო იქით სხვა მხარეში ჩადის ანუ რაღაც ერთიან კულტურულ სივრცეს აკეთებს და ამასთანავე თავის შვილებსაც როგორ განათლებას აძლევს ხო აი ერთიან რაღაც ქართულ განათლებას აძლევს კონტაქტს ამყარებს ევროპასთან უпроსოდ ავითარებს ამ კონტაქტს კათოლიკურ სამყაროსთან და ის უკვე თავს წარმოაჩენს არა როგორც რიგითი გუბერნატორი, სინამდვილეში ის სპარსული ნომენკლატურით გუბერნატორია ვალია. თუმცა ვალე ადრინდელ მეფებსაც ეწოდებოდათ, მაგრამ აი როსტომ-ხანიდან ვალის მდგომარეობა შეიცვალა. ყველა მუსლიმური სახელმწიფო, რომელიც საქართველოს იკავებდა, მათთვის ქართველი მეფები, იგივე ვალები იყვნენ. ვალი, ანუ ვილაიეთის მმართველები, ანუ მეფის ნაცვლები, გუბერნატორები, მაგრამ როსტომ-ხანამდე აი თეიმურაზ პირველის ჩათვლით აქ არ იყო აუცილებელი ისლამ რელიგიის შეცვლა და სპარსეთი ყაბულდებოდა აქაურების ქართველო ქრისტიანობით, მაგრამ მას შემდეგ რაც აქ თემურაზმა ერთი ამბავი დაათია, აწია ასე ვთქვათ მთელი საქართველო, ქართლი, კახეთი დასავლეთში გადავიდა, უკვე სპარსეთი გაბრაზდა, ასე ვთქვათ, გამოაგზავნა მმართველი როსტომ-ხანის სახით და ამასთანავე შემდგომ ვალისაც დაუწესა ისლამ მუსლიმურ რელიგიაზე მოქცევის აუცილებლობა. ამასთან ბატონო დავასრულებ, წინა მეფეებს არ ჰქონდათ გასამჯალო, ანუ ისინი რაც საკუთარი სამეფოდან შემოდიოდათ გადასახადები, იმით იკვებებოდნენ. აი ახალ ვალებს, ანუ როსტომიდან დაწყებული თემურაზ მეორემდე დასრულებული ყველას დაუნიშნა გარკვეული საელჩო საბადებელი სპარსეთის ტერიტორიაზე. ანუ ისინი იღებდნენ იქიდან შემოსავალს, ეს ნიშნავდა, რომ სპარსეთი იტოვებდა თავისუფალ უფლებას მათი გადაყენება, გადმოყენების, რასაც უზამდა. ანუ ჩვეულებრივი ჩინოვნიკები არიან. თუმცა ჩვენი გაგებით და ქართულმა რეალობამ ისინი მაინც მეფეებად აღიქვა. მეფეებად დატოვა, ანუ არ მომხდარა იმ დროინდელი ქართველის რაღაც შეგნებაში, რომ აი ვახტანგ მეხუთე რაღაც ისეთი მეფე არა, იმას სრულიად გაიზიარა მისი მეფობა და აი ასე შეინარჩუნა ეს ხედვა. ანუ ჩვენი პოლიტიკური მოხმარებისთვის სამეფოა იმათი გაგებიდან ვილაიათი. დიახ, ეს არის მხარე და მხარის გამგებელი. მაგრამ ერთს კიდევ დავამატებ ბატონო ირაკლი, ერთი აქ მინდა ვთქვა, აი ჩვენ რუსეთი ყოველთვის გვიყურებდა, აი თქვენ წინა იმაზე ახსენეთ რუსეთი და უბრალოდ ამან გამახსენა, რაც რუსეთი შემოვიდა მთელი საქართველო დაყო გრუზია, ანუ ქართლი, კახეთია, კახეთით, იმერეთია, მინგრელია, გურია. აი არც სპარსელი და არც მე მინდა ეს კარგად ჩვენო მაყურებელმა გაიგოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპეკულაცია მედის აი ერთმორწმუნეობის ნიადაგზე და რაღაცა ეს რაღაც ყალბი, რაღაც ხედვა. და აი არც კახეთი, მაპატეთ, არც სპარსეთი, არც ოსმალეთი საქართველოს აი ცალ-ცალკე არ განიხილავდა. კი, ისინი აფიქსირებდნენ, რომ აი დანაწევრებულია, მაგრამ აიღურეთ სპარსულ წყაროებში ქართლი როგორ იხსენება, გორჯესთანად ქართლი. ანუ საქართველოს ქართლი. კახეთი გორჯესთანად კახეთი. ანუ საქართველოს კახეთი. იმერეთი გორჯესთანად ბაშიაჩუკ და სამეგრელო გორჯისთანად მეგრელ, გურია გორჯესთანად გურია. აი
ასევე იყო ოსმალეთის ანუ ისინი მთლიანად ერთია იმაში გააგვიხილავდნენ უბრალოდ აფიქსირებდნენ ცალკეული ამ რეალობას რუსეთმა ეს ეგრევე როგორც კი მოვიდა მოშალა აბსოლუტური უპატივცემულობა კი მოშალა მაგრამ რისთვის იმიტომ რომ მას შეექმნა ცალკე კახელი ცალკე ქართლელი ცალკე იმერელი ცალკე სვანი ცალკე მეგრელი გურიელი რომ ერთმანეთს დაუპირისპირებოდით და აი დღესაც იყენებენ ხოლმე ხო რაღაც თემას ავწთი მაგრამ მგონია აი ესა დღესაც იყენებენ აი რომ მეგრელი სხვა არის, სამეგრელო სხვა იყო, კოლხეთის ისტორია სხვა იყო, რომელიც თითქოს იბერებმა მოიტაცეს და მოიპარეს და მოხდა ამ კოლხეთის რაღაც ისტორიის ნიველირება და რაღაც ესეთი რომ და სხვათა შორის ყველანი Facebook-ის მოხმარებლები ვართ და ძალიან ბევრი აი ესეთი პოსტები რაც გაფიქრავს უბრალოდ გადარდებს და გინდა რაღაც თქვა რომ ეს ასე არ იყო რომ ჩვენ არ მომწყდარვართ იმ ერთიან სივრცეს სამწუხაროდ გიორგი მე-11-ს აი ეს მამის შექმნილი უკვე მთელი პოლიტიკური ინჟინერია ხო ქართლი კახეთი გაერთიანებული თვითონ იმერეთის მეფე არჩილიყო წაართვა და მას მარტო ქართლი მიანიჭა და ამის შემდეგ იწყება ძალიან რთული პროცესები ეხლა გიორგი მე-11 თან მინდა ევროპულ კონტექსტშიც რო გავაანალიზოთ მას ჰქონდა კავშირი რომის პაპთან ინოკენტისთან და არის ესეთი ცნობაც რომ მან ფარულად კათოლიციზმიც მიიღო ეს არ ვიცი თქვენ დამიდასტურეთ ასე თუ არა არის თუ არა ეს მაგრამ არ გამოვიდა ამ კავშირის აი პოლიტიკური შემადგენელი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ლუი მე-14-თან ძალიან რთული ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპს და თან გერმანიასთანაც ანუ პრუსიასთანაც ჰქონდათ რაღაცა დაძაბული ურთიერთობა ფრანგებს და იმებს და მერე ფალცის ბრძოლაც იყო 1688 წელს და ახლა აქეთკენ რაღაცა აი პოლიტიკური რაღაცა აქციის ორგანიზება ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენია ამ მიმართულებით არ მოხდა რაღაცა წარმატებული ასე თქვა შესაძლებლობის შექმნა აი ეს როგორ იყო? გიორგი მე-11-ემ რომელმაც ტახტი მიიღო 1666 წელს 75-ში მამამისი გარდაიცვალა ყუმში ისპაჰანში მიმავალი და დაკრძალეს ყუმში მისი მამობილის და შაჰ-აბასის გვერდით გიორგი და საინტერესო ცოტა ქვემოდან დავიწყებ ასე იქამდე რომ მივიდე გიორგი მე-11 იყო რეალური კანდიდატი ნუ ვინცაც უფროსობით როგორც წესდარიგი იყო ეს ტახტი ასე ვთქვათ ეს თანამდებობა მოდი სპარსელის თვალით შევხედოთ უნდა რგებოდა გიორგი მე-11 მაგრამ იქ იყო სპარსეთში იყო უკვე გაგზავნილი ვახტანგის უმცროსი შვილი ალექსანდრე ისქანდარად უკვე წოდებული რომელიც სამწუხაროდ მე მაშინ ისე ვახსენე ერთ-ერთ შვილიშვილი ამანაც ამ შვილშიც არ გაუმართლა ცოტა ესეთი რენეგატი აღმოჩნდა ნუ ალბათ კარგ ცხოვრებასაც თქვა მიეჩვია და უნდა და თვითონ დაუფლებოდა ამ ტახტს და ქართლი ყველაფერს აკეთებს ხო სპარსეთს რა თქმა უნდა შაჰ სულეიმანს უნდა ისკანდერი ხო მის თვალწინა გაზრდილი პირწავარდნილი მუსლიმია პირწავარდნილი პერსოფილია და რა თქმა უნდა თუ კი მამამისმა გაამწარა ასე ვთქვათ ეს მშვიდად ყველაფერს ასაც უნდა გააკეთებს მაგრამ ქართლი რას აკეთებს რა საინტერესოა და არჩილი მისი ძმა რომელიც ჯერ იმერეთში გაამეფა მერე კახეთში და რას აკეთებს არჩილმა იცის ანუ შაჰ-ნავაზ პირველის ვახტანგ მე-5-ის ოჯახმა კარგად იცის სპარსეთში როგორი პოლიტიკა რა მოხდება და არჩილი რას აკეთებს არჩილი ქმნის ერთგვარ დაძაბულობის კერას ის ჩადის სამცხეში იმერიდან ჩადის სამცხეში და აქ ქმნის დაძაბულობის კერას თუ კი გიორგი იქიდან არ მობრუნდა მართლად აქ ატყდება ძალიან დიდი ოსმალეთს შემოვიყვან გადავცენ დაიპყრობს ოსმალეთი ამ ტერიტორიას სპარსეთი კარგავს და ეს იყო ძალიან გონებული კი ძალიან ასეთ არ დაეტოვებინათ იქ და მე იძულებული არ გამختارიყო რა ვიცი რაღაც 1000 გვარ პირობებზე დაყოლებული და
გიორგი შეუქმნეს ესეთ პირობა და გიორგი ჯერ რა თქმა უნდა წინააღმდეგია ისლამის მიღებაზე, მაგრამ საბოლოოდ თანხმდება და მოდის მასაც შაჰნავაზი ქვია, შაჰნავაზ მეორეა და მოდის ქართლში 1660 არჩილი უნდა დასაჯოს ვითომ ესეთი პირობა. კი, არჩილი უნდა დასაჯოს, არჩილი მოლაპარაკებული. ხო, არჩილი უნდა დასაჯოს, რადგან არჩილი ოსმალებთან და უნდა დასაჯოს და არის ასეთი იყო უბრალოდ იმ პერიოდის ჰოლანდიელი მოგზაური ისტორიკოსი ნიკოლას ვიცენი და მას აქ ძალიან კარგი მაისწერს სხვათა შორის რომ აი ესეთ მოლაპარაკება იყო რომ არჩილი უნდა დაესაჯა, მაგრამ სპარსელებმა არიციან, ასეთი კარგი ფრაზა მომწონს, სპარსელებმა არიციან როგორი სიყვარული აქვთ ძმებს საქართველოში, ისეთი როგორც სპარსეთში არ აქვთ. ის რაც შაჰ სულეიმანმა დაიჯერა რომ გიორგი გააკეთებდა, გიორგი ამას არ გააკეთებდა. ძალიან ისეთი თაოლებრივი ამბავია ძმების ამოხოცვა და საერთოდ ტრადიცია აქვს. ოსმალებს ტრადიცია აქვს. ძმებს ხოცავენ, ანუ კამერთა დანარჩენი სასიკვდილო განაჩენი გამოტანილია. და აი აქ ეს ჩანს, აი ამის სახე გიორგი მე-11-ის და აი ამ ძმების საერთოდ ძმებზეც ცოტა ხე მოგვიანებით ვისაუბრებთ. აი ძალიან საინტერესოა ეს ძმების ამბავი, არჩილი, გიორგი, ლევანი, ქაიხოსროს მამა, ძალიან საინტერესო ძმობა აქვს ამ ერთი ისკანდერმა, ალექსანდრემ როგორც გითხარით ცოტა გააფუჭა ეს კარგი სურათი, მაგრამ აი ამ სამმა ძმამ ესე კარგად შეინარჩუნა. და რაც ახლა დავუბრუნდები კათოლიკურ სამყაროს ან ურთიერთობას, გიორგის არ მეუღია კათოლიციზმი. არ მეუღია კათოლიციზმი, მაგრამ მას მუდმივად თან ახლდა კათოლიკე პატრები. ნუ კათოლიკებს კათოლიკურ სამყაროსთან ერთის მხრივ ოსმალეთს, მეორეს მხრივ სპარსეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. იმიტომ რომ ჭირდებოდათ ევროპასთან ურთიერთობაში, ჭირდებოდათ მართლმადებლური სამყაროს გათიშვა და კათოლიკეები აი ამ მდგომარეობით კარგად სარგებლობდნენ და გიორგის მუდმივად აი მილვეისი ყანდაარში რო მოკლავს, იქაც კათოლიკე პატრები არიან და ეს კათოლიკე გიორგი კრუშინსკი, რომელიც ამის ერთ-ერთი მემატიანეა, წერს რომ ეზიარებოდა ისევე ვერ წერს, იმიტომ რომ მუსლიმია, მაგრამ აი ქონდა ურთიერთობა, რაღაც აი ესე რაღაც საუბრო, მაგრამ სად გამოჩნდა რომ გიორგის არ მიუღია კათოლიციზმი. 1707 წელს ბოლნელი ეპისკოპოსი, სამწუხაროდ ახლა სახელი აღარ მახსოვს, სხვათა შორის აღმოვაჩინე, აი მეცნება რითია კარგი, შეიძლება რაღაც ტექსტს ვიღაცა კითხულობს, მაგრამ მას რო ის ინფორმაცია არ აინტერესებს, ხო? რაღაც ინფორმაციას ერთი აი გამდევნის, ასე ვთქვათ. მაშინ როდესაც რაღაცას იკვლევ და ის ინფორმაცია ზუსტად ის არის, და აი ამ ბოლნელი ეპისკოპოსი წერს, რომ 1707 წელს მე ვიყავი ყანდაარშიო, ნუ იქ არ წერს რის გამო იყო და რატო ჩავიდა საერთოდ ბოლნელი ეპისკოპოსი ასე შორს, ნუ ეთყობა რაღაც ურთიერთობა ქონდა გიორგისთანაც, ან რაღაც საკითხი უნდა მოეგვარებინა და 1709 წელს, როდესაც ის გაიგებს, რომ გიორგი დაიღუპა, გარდამოკლეს, ის წერს ნეტარს ხსენებული და უფლით ცხებული მეფე მიიცვალა. ესე იგი, ის რომ გიორგის კათოლიკობა ჰქონოდა მიღებული, რა თქმა უნდა, მართლმადებელი ეკლესიის იერარქი, ერთ-ერთი მაღალი იერარქი, ბოლნელი ეპისკოპოსი არ დაწერდა, ხო, ნეტარ ხსენებული. უნდა წერდა მიიცვალა, ნუ რაღაცა, მაგრამ აი ნეტარ, ანუ მან იცის, ალბათ იყო ინფორმაცია ჭორი, რა თქმა უნდა, ესეთი რომ კათოლიკებთან ჰქონდა და ალბათ მან დააზუსტა კიდევაც იქ რო ჩავიდა რა იყო სინამდვილეში და როცა ალბათ მიიღო დარწმუნებული ვარ გიორგისგან პასუხი რომ მას სარწმუნება არ შეუცვლია
ეს ბოლნელი ეპისკოპოსი წერს თავის ერთ-ერთ წიგნზე აქვს მინაწერი 1709 წელს ნეტარხსენებული და უფლის მიერ მეფეცხებული გიორგი მე-11 მიიცვალა ყანდაარს. ძალიან საინტერესო ფრაზა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი მე-11-ს მართლმადიდებლობა არ მიუღია, თუმცა ამას პრინციპში ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა. აი ამ მეუფე ანანია ჯაფარიძეს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში აქვს ძალიან კარგი ესეთი მიგნება, როდესაც ის წერს, აი იკვლევს აი ამ ეკლესიის მდგომარეობას, აი დაშლის შემდგომ და ქვეყნის დაშლის შემდგომ, ის წერს, რომ ქართველებს საკუთარი სარწმუნოებს რომ ისლამი არ მიეღოთ, საკუთარი ისლამისგან ასე ვთქვათ, თავის გადასარჩენად, ჰქონდათ ორი გზა, მიეღოთ სომხობა, გრიგორიანელობა, ან მიეღოთ კათოლიციზმი. და მეუფე ანანია საკმაოდ კარგად წერს, რაშიც მე მას ვეთანხმები, სომხობა ითვალისწინებდა დეეთნიზაციას. დეეთნიზაციას, იმიტომ რომ სომხები მაინც ცოტანი არიან, ახლა კათოლიკური სამყარო დიდია. სომხები ცოტა არიან და ყველა ვინც მათთან შედის ბუნებრივია რაღაც აი ამ წესჩვეულებას, აი ამ ენაზღებულობს და შესაბამისად გრიგორიანელობის მიღება შემდგომ ადამიანის გასომხებას იწოდა. აი კათოლიციზმში ასეთი რაღაც არაა. კათოლიციზმში ვინაიდან თვითონ კათოლიკური სამყარო ძალიან დიდი იყო, მრავალეროვნიანი იყო, არ ჭირდებოდათ კათოლიკეებს ეროვნების შესახებ. მთავარი იყო მათი სარწმუნოება აღიარებინა და ამიტომ ქართველები თავს ეთნიკურად უფრო დაცულად კათოლიციზმში ხედავდნენ. ამიტომ ვერ ხედავდნენ ქართლის მეფეები, ეხლა რაც დასხოთა შორის მეფე ანანიას მადლობა მინდა ამის გადავხადო, ის დადებითად აფასებს, როდესაც იყო ასეთი მცდელობა, ახლა ქართული ეკლესიის ერთ-ერთი იერარქია, ხო, მაღალი იერარქია და ის წერს, რომ აი ამაში იყო გადარჩენა. ამიტომ ქართველი მეფეები თუ ის ვინც ღებულობდა კათოლიციზმს, ისინი ძალიან დიდ განსხვავებას, ეხლა რა თქმა უნდა დოგმატურ იმებში არ ჩადიოდნენ. მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის ვერ ხედავდნენ. მით უფრო რომ კათოლიკეებს ჰქონდათ ძალიან დიდი დაშვება, როგორც გითხარით, სპარსეთსა და ოსმალეთის იმპერიებში. ანუ კათოლიკები ფაქტობრივად დადებული კაპიტულაციები, ესე რქვა, ხელშეკრულებებს, რომელსაც სპარსეთის მხრივ, სპარსეთის და მეორე ოსმალეთი ევროპულ სახელმწიფოებთან და რომის საყდართან დებდნენ და ამ კაპიტულაციებით კათოლიკებს აღსარებლობის თავისუფლება ეძლეოდათ და თავისუფალი გადაადგილების. ხო, და თან კათოლიკურ სამყაროსთვის სპარსეთი იყო მოკავშირე, იმიტომ რომ მისთვის თავარი საფრთხე იყო ოსმალური კოალიციის. თავარი საფრთხე იყო ოსმალეთი და აქედან გამომდინარეც ისინიც. ხო, ანუ ერთგვარი რაღაცა გამოსავალი თითქოს და თეორიული ნამდვილად ეს იყო. მაგრამ ახლა მეორე მნიშვნელოვანი ეპიზოდი გიორგი მე-11-ის ცხოვრებაში იყო ეს აჯანყების ცდელობა, რომელიც არ დასულა წარმატებით, მაგრამ გეგმა ძალიან წარმტაცი იყო, სადაც აღმოსავლეთ საქართველოს, თავად ქართლიც, იმერეთსაც უნდა მიეღო მონაწილეობა და უნდა გაჭრილიყვნენ ერთგვარით, ანუ სამხრეთ, ასე ვთქვათ, რეგიონში. მაგრამ შინაგამცემლობით გაიცა. ვინ იყო ეს შინაგამცემელი? რატო არ გახორციელდეს ის? გეგმა მართლაც საინტერესო იყო, მაგრამ იმდროინდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე თავისთავად წაგებისთვის განწირული. საქმე იმაშია, რომ კავკასია იმ დროს დაყოფილი იყო 1555 წლის ამასის ზავით. ეს ნიშნავდა, რომ ლიხს იქით ეს ოსმალეთია, ლიხს აქეთ სპარსეთია. ამიტომ ყოველგვარი მცდელობა რაღაც აჯანყების მოწყობისა, რა თქმა უნდა, მათ აერთიანებდა, ანუ ჩვენს მოწინააღმდეგეს სტამბოლს და ისფაჰანს აერთიანებდა ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ ეს რა თქმა უნდა იმთავითვე გაწირული იყო და მარცხით დამთავრდა. მართალია მათ გიორგი მე-11 ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა რა ხდებოდა სპარსეთში და სპარსეთი ოსმალეთისგან განსხვავებით იმ პერიოდში ძალიან სუსტი იყო. განსაკუთრებით შაჰ-აბასის შემდგომ პერიოდი სპარსეთის სეფიანთა დინასტიის დაქცევის პერიოდია. ეს ბოლო უკანასკნელი შაჰია თან რომელთან ბოლოს წინა. ბოლოს სულეიმანი და შაჰ სოლეიმანი.
ბოლოცინა და ეს ბოლოცინა შაჰ-თამაზია, შაჰ-თამაზ მეორეა, მაგრამ შაჰ-თამაზ ფაქტობრივად შაჰ-სულთან სოლეიმანიშვილს ფაქტობრივად არ უმეფია თავრიში იჯდა და უკვე ავღანელების ხელში იყო სპარსეთი. აი ორი დიდი, ასე ვთქვათ, ორი დიდი შაჰ-სულთან სოლეიმანი და შაჰ-სულთან სოლეიმანი. ფაქტობრივად ამ პერიოდისთვის სპარსეთი სუსტდება, სპარსელებს ჭირდებათ გადასახადები გაიზარდა, გადასახადების გაზრდა მონაპირე ეთნიკური მონაპირე ერებში გამოიწვია აჯანყებები და სწორედ ამით სარგებლობა უნდა გიორგი მე-11-ს, მაგრამ გიორგი მე-11-ს კი უნდა, მაგრამ ძალა ჯერჯერობით ისპაჰანის მხარესა, რაც არ უნდა ბევრი აჯანყება იყოს, სპარსეთს ჯერ კიდევ აქვს იმის ძალა, რომ ამ აჯანყებებს მოუაროს. და ეს აჯანყება, რომელიც თითქმის რომელიც მზადდებოდა და დაიწყო და ამაში შემდგომ სპარსეთმა ერეკლე პირველი ნაზარალიხანი ჩართეს და ამით სპარსეთმა ერთგვარი პრევენცია მოაწყო იმისა, რომ ქართველებს ეომათ ერთმანეთს შორის და სპარსეთი, ასე ვთქვათ, ამით სპარსეთს საკუთარი ძალა გამოეთავისუფლებინა, რა თქმა უნდა მარცხისთვის იყო განწერული, ამასთან დიდებულების და საკუთარი მამიდის ოჯახი, ბარათაშვილების ოჯახი, რომელსაც არ უნდა გიორგის გაძლიერება რაც ნიშნავს მეფე, რომელსაც კარგი ძალა აქვს და ამ რაღაცებს გააკონტროლებს. ეს არ უნდა, იგივე მისი ოჯახი, ანუ ბარათაშვილებს, რომელიც შემდგომ გიორგიმ გააძევა სპარსეთში, ვერ მოელია, იმიტომ რომ სპარსეთს რა ჰქონდა წესი, სპარსეთის შახები ყოველთვის აძლიერებდნენ არა მეფეს, მათ ასე ვთქვათ თანამდებობის პირს, არამედ იმ დიდებულებს. რატომ? თუ კი მეფე იქნებოდა სუსტი, მას ვალი იქნებოდა სუსტი, ის ქართლში იქნებოდა სპარსელების შეხედულებით თავისუფლება. ამიტომ სპარსეთი ყოველთვის აძლიერებდა აი ამ დიდებულებს, რომლებსაც ესე ავიძაღლივით მიუსევდა ქართლის მეფეს. აი ამ გიორგი მე-11-ს და არჩილის ეს წამოწყება იმთავითვე, როგორც გითხარით, მარცხით დასრულდა, რადგან ქვეყანა იყო კი მეფე იყო ძლიერი, მეფე იყო ხასიათიანი, მაგრამ ქვეყანა უკვე ისე იყო მოშლილი და ამ მოშლას სპარსეთი უწყობდა ხელს. აი პიეტრო დე ლა ვალეს აქვს ესეთი ფრაზა, შაჰ აბასო ქართლიდან მიყავს ყველა ძლიერი ადამიანი, რადგან ამით შიგნით ანტისპარსული განწყობილება შეამციროს და მანაც სამწუხაროდ გამოიჭირა ჩვენი, ასე ვთქვათ, თვისება თანამდებობისკენ მიდრეკილი და პიეტრო დე ლა ვალე წერს ესეთ სულად გახსნათ, კარგად შეგვისწავლეს რა, ყველამ კარგად შეგვისწავლა. წერს, რომ იქ თანამდებობით აჯილდოვებს და შემდგომ ის რაც ანტისპარსული მუხტი აქ უნდა აფეთქებულიყო, სადღაც ისპაჰანში, მაშჰადში, ყუმში, თავრიში ინელებოდა როგორც აი რაღაც ადგილობრივი თანამდებობის პირების მიერ და ქვეყანა გვისუსტდებოდა. გიორგი ამ თვალსაზრისით გამონაკლისი იყო, მაგრამ უკვე ქვეყანა იმდენად დასუსტებული იყო, დეცენტრალიზაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ მას
ეს ამ აჯანყების წარმართვა არ შეეძლო წარმატებით მით უფრო რომ ჯაყელებშიც უკვე პროოსმალური განწყობილება საკმაოდ ძლიერი იყო და მისი მომხრობა რთული იყო ერთ დავამატე ბატონო ირაკლი ამას წინათ 2 წლის წინ გამოქვეყნდა სპარსეთის არქივებში აღმოჩენილი ახალი საბუთები და იქ ჩანს აი როგორ მოქმედებენ გიორგი მე-11 და არჩილის ამ რუსეთში წავა იმერეთში საკუთარი აი პოზიციების დასამყარებლად, გასაძლიერებლად პროქართული, ანუ ვახტანგ მეხუთესეული იდეის გასაძლიერებლად და შაჰი შამაპატეთ ოსმალეთის სულთანი არაერთ ბრძანებას აძლევს ყარსის ბეგლარბეგს, ტრაპიზონის ბეგლარბეგს, ბოლოს ისპაჰანში საგზავნის წერილს ისინი შენიანები არა, შენი იურისდიქციის ქვეშ არის, მიხედე თორე შენ წინააღმდეგ წამოვალ საომრად და შაჰიც იმის გამო რომ ახლა 6 ომი ქონდა სტამბოლს და ისპაჰანს ერთმანეთში და ყოველდღე ერთადერთი ომი მოიგო ამ 6-დან სპარსეთმა ისიც გიორგი სააკაძის დახმარებით. დაარჩენი ყველა წააგო და ბუნებრივია ახლა სპარსეთს აღარ უნდა ასეთი გართულება და ახერხებს იმას რომ აიძულებს ბოლოს არჩილი წავიდეს რუსეთში და ნუ აქ უკვე ძმებს შორის შეთანხმებაც რომ იქნებ რუსეთმა გვიშველოს და წინა იმას შევეხმიანებით თქვენ წინა სტუმარს ბატონ ნიკო ჯავახიშვილი პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი რომელიც კარგად ახსნა აი ლეონიძის სიტყვები რომ მოიტანა ბოლოში აი გიორგი მაპატეთ ვახტანგ მე-6 რუსეთს ენდოდა რუსეთმა წალეკა საბოლოო ჯამში ხო აი ჩვენ საბოლოო სამწუხაროდ არჩევანი აღარ გვქონდა ყველაზე ახლოს ჩვენთვის იმ პერიოდში იყო რუსეთი მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით ეს რუსეთი რას გაგუკეთებდა ხო რა თქმა უნდა ახლა როცა ვეცნობით აქების ფუფუნება გადავხედოთ ისტორიას მარტივი ამ შესწავლამდე საუბარი და იქ იმ მომენტში რთული იყო მრავალუცნობიანი განტოლების ამოხსნა. კი. და ერეკლე პირველის და გიორგი მე-11-ის დაპირისპირება დაახლოებით 4 წელი გაგრძელდა. კი. სამწუხაროდ ისე რომ მას ესეთი დადებითი რეზოლუცია არ მოყოლია, ანუ ასეთი არ დამარცხდა ასეთი, მაგრამ უპირატესობა თითქოს პირიქით. ერეკლე პირველის მხარეს გადაიხარა. და ამის შემდეგ ძალიან გაუჭირდა ირანს და უკვე გადაწყდა რომ წასულიყო გიორგი მე-11 ისპაჰანში და დაიბარეს. თავისნებით არ წასულა. ამის შემდეგ იწყება მისი რაღაცა რთული პოლიტიკური კარიერა. კი. ერეკლესა და ერეკლეს რომელსაც სხვათა შორის ქართულ ისტორიოგრაფიაში არა კარგად შესწავლილი. არც გიორგია მე-11 კარგად შესწავლილი და არც ერეკლე პირველი. ორივეს მიმართ აი მაგალითად ცოტას მე ჩემ თავს ახლა ცოტა ქებისავით კი გამომდეს, მაგრამ მე მადლიერი ვარ უფლის იმის რომ აი გიორგი მე-11-ს აი ამ წიგნით ძეგლი დაუდგი. იმიტომ რომ გიორგი მე-11-ზე არც ქაიხოსროზე არც ახლა ვიზეც მაქვს თუნდაც რაღაც კვლევა განმაზოგადოებელი ნაშრომი თუნდაც საქართველოს ისტორიის ნარკვევები საბჭოთა პერიოდში გამოსული ან 4 ტომეული რომელიც 2012 წელს გამოვიდა ამ 4 ტომეულს სულ ერთი გვერდია გიორგი მე-11-ზე იმ 8 ტომეულს სულ 4 გვერდი ხო აი გიორგი მე-11-ზე და ვეძიე და გიორგი მე-11 გამოვიყვანე ძალიან ესეთი მეფე რომელიც არ უნდა დავივიწყოთ რომელსაც ჩვენ ცოტა რამ ვიცით და მადლობას მოგახსენეთ ბატონ ირაკლი რომ აი ეს ერთ გადაცემას ვუთმოთ ამ მეფეს თუმცა ერთ გადაცემა მისთვის ძალიან ცოტა იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მეფეა აი ძალიან შემიყვარდა ასე ვთქვათ ეს ადამიანი რომელიც ყველაფერს წყვეტს აი საკუთარი სანამ ისპაჰანში წავიდოდა მისი შვილი ბაგრატი 15 წლის ბიჭი
შახს სულთან სულეიმანმა გამოიძახა, ანუ მომეცი შენიშვილი, ნუ ლევანი წაყვა თავის ძმისშვილს და მალე ჰერათში გამოკეტეს თანამედროვე ავღანეთის ტერიტორია და იქვე დაიღუპა. ანუ კაცმა რაღაც ტრაგიკული ჩვენი ისტორია არის რაღაც მართლა საშინელება, ხო? აი გიორგი სააკაძე და მისი ოჯახის ტრაგედია რო გავიხსენოთ. აი გიორგი მე-11-ც და გიორგი მე-11-მ იცოდა რისთვის უშვებდა შვილს. მან იცოდა რომ საკუთარი ხელით მოაწერა შვილის დაღუპვის განაჩენს, ასე ვთქვათ. და 1696 წელს შაჰ სულთან სულეიმანი უკვე 1 წლის შემდეგ, ანუ წინა წელს შვილი წაიყვანა და ახლა ამას იბარებს, იმიტომ რომ ხედავს რომ გიორგი მე-11 კი ტახტწართმეულია ქალჩი უკვე ოფიციალურად ერეკლე პირველი ზის, მაგრამ მას აქ ორმეფობაა ფაქტობრივად, ის არ ემორჩილება და ეს ორმეფობა და გამოიძახა გიორგი მე-11 და სეხნია ჩხეიძე, რომელიც მისი ახლობელი იყო, მისი ოჯახის წევრი იყო, გიორგი მე-11-სთან იყო შეზრდილი, გიორგი შაჰ ნავაზის ნათლული იყო და სეხნია ჩხეიძე წერს, რომ ძალიან ითრევდა ფეხს, იმიტომ რომ იცოდა რაღაც ფაქტობრივად მიდიოდა ისეთი დანაშაული ჰქონდა სპარსული კანონმდებლობით გიორგი მე-11-ს ჩადენილი, რომ სპარსული კანონმდებლობა, ანუ ის წესები ითვალისწინებდა მის სიკვდილით დაჯას. 600 კაცით წავიდნენ. საკმაოდ დიდი ამალა 600 კაცით. შაჰ სულთან სულეიმანმა რო დაინახა გიორგი მე-11 ჩამოვიდაო, როგორც ჩანს არელოდნენ და გამართა სამდღიანი ქეიფი, სადაც სვამდა, შაჰ სულთან სულეიმანი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ცნობილი შაჰია, რომელიც სულ სვამდა, სულ მთვრალი იყო. ამით ამბობდა ყურანის ცნებებს უფრო კარგად ვეზიარებიოდა. კი. და უფრო გავიაზრებო იმას და რაღაც ესეთი რაღაც სასწაული კაცი იყო და 3 დღე სვამდა. და ბოლოს აი შეჯიბრობაც კი წავიდა სმაში, ვინ უფრო მეძდალებდა და რა თქმა უნდა ჩხეიძების საგვარეულო მოუგო შაჰს ამ სმაში. ვინაიდან 600 კაცით ჩამოვიდა გიორგი, შაჰმა მოითხოვა რომ ეს ამათაც ისლამი მიიღონო. ახლა გიორგი მე-11 ოფიციალურად შიიტი იყო, ასე ვთქვათ, მაგრამ სვამდა, ხო, მაინც. ხო და ნაწილმა მიიღო, ნებით მიიღო, იმიტომ რომ გარკვეული ის იყო საჭირო, ასე ვთქვათ, საქმე სასიჭირო. ხო, საქმე ნაწილმა არ მიიღო და გიორგიმაც დაიცვა, ვინც არ დათანხმდებოდა, ესენი ქრისტიანებად უნდა დარჩენილიყო. მაგრამ საკუთრივ ისპანეთში იყო უკვე ჩასული ძალიან დიდი ამალა. დაახლოებით იმ პერიოდში 3000 ქართველი შეიკრიბა. ახლა 3000 ქართველამდე შეიკრიბა. ახლა 3000 ქართველი ისპაჰანისთვის ძალიან დიდი რაოდენობაა, ხო? ამიტომ შეშინდა შაჰ სულთან სულეიმანი და უთხრა რომ მე შენ არ შეგეხები, ნაწილი წავიდეს. აი დაასაჩუქრა და გიორგიმ მართლა გამოიწვია ქალჩი დააბრუნა ნაწილი და მალე ატყდა, უბრალოდ ეს წინა პერიოდის გაგრძელება იყო, რეგიონებში იყო სირთულეები და განსაკუთრებით სპარსეთს უტევდნენ ავღან ბელუჯები. ავღანები ესეთი და ბელუჯები დღეს პაკისტანის მოსახლეობას შეადგენენ და იქ სამხრეთში ქერმანის პროვინცია, რომელიც ცნობილია თავისი მეაბრეშუმეობით. ახლა იქ ქერმანში წარმოებული ხალიჩა ოქროს ფასად ფასობდა. აი არ იყო იმ პერიოდში აღმოსავლეთის არც ერთი ქვეყანა, მათ შორის ქართლიც, კახეთიც, სადაც ერთი ხალიჩა მაინც რომელიმე, ასე ვთქვათ, თავმოყარე ოჯახს არ ქონოდა. ეს იყო ძალიან დიდი
ძალიან დიდი ირანისთვის ძალიან დიდი საგანი ექსპორტისა. სხვათა შორის დღეს ახლა ირან შეერთებული შტატების დაპირისპირების პერიოდში ვარ და ჰორმუზის სრუტე ყოველას გაგვიგია, ხო? აი გემების გატარება და სხვათა შორის ეს სრუტე მე-17 საუკუნის 20 წლებში შახ-აბასის დროს პორტუგალიებს ეპყრათ. ამიტომ პორტუგალი ვინაიდან პორტუგალიელები იყვნენ აი ამ ზუსტად ამ გასასვლელში სპარსელები იძულებული იყვნენ ეს თავის ხალიჩა მიეცათ ამ პორტუგალიელებისთვის და პორტუგალიელების მეშვეობით ნუ გადიოდა ევროპაში ხო ან სხვა ქვეყნებში მაგრამ რა გამოდიოდა რაღაც მიზერულ ფაში აძლევდნენ და შახ-აბასი დაფიქრდა რატომ უნდა მივცე ხო როცა შემიძლია მე თვითონ გავაკეთო ეს და აი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით საინტერესო რომ ალავერთ-ხანი უნდილაძეს მეშვეობით აი ეს მეორე ქართველი რომელიც გაანთავისუფლა ეს და ამის შემდგომ აი საუკუნეების მანძილზე ჰორმუზის სრუტეს არავინ არ შეხებია და ეს ბელუჯები სწორედ აი ამ ტერიტორიას აწიოკებდნენ ისპაჰანამდე ჩადიოდნენ ისე რომ წინააღმდეგობა არ ხდებოდა ეს ჩვენს სპარსელებს ხათაშორის ძალიან სუსტ მეუბნებად ითვლებოდნენ ეს ჩვენთანა რომ მოდიოდნენ 100,000-ობით და რაღაც აი სიმრავლით რო გვძლებდნენ თორემ მეომრები არ იყვნენ ძლიერები და შაჰ სულთან სულეიმანმა უთხრა გიორგის თუ წახვალ ქერმანში რა ქვია დამიწყნარებ სიტუაციას შემდგომ უკან ქალში დაგაბრუნებო ახლა თან ბეგლარბეგის ტიტულს აძლევს ახლა გიორგი კი მას წაართვეს ვალის ტიტული ასე ვთქვათ ხო ერეკლეს გადასცეს მაგრამ მაინც ვალი იყო ხო და ბეგლარბეგი სადღაც ქვემდე ხო მისთვის ასე ვთქვათ ცოტა შეურაცხყოფელი იყო ხო აი როგორ ჩამოვიდე მე მეფის გვარის კაცი რაღაც ბეგლარბეგის როგორ ჩამოვიდე და დიდი ჭოჭმანის შემდეგ მაინც გადაწყვეტს ხოთა შორის მას კარგი ძმა ყავდა ლევანი ირანის დივანბეგი რო გახდება ბრძენი კაცი იყო უმცროსი იყო მაგრამ ბრძენი კაცი იყო და ურჩია რომ მოდი დავთანხმდეთ სხვათა შორის სეხნია ჩხეიძეც შაელი აქ დავთანხმდეთ წადი რა გამოვა ვნახოთ მაგრამ ლევანმა მაპატეთ გიორგიმ უთხრა აი შენ შაჰ სულთან სულეიმანს უთხრა ჯერ ჩემი უმცროსი ძმა წავა იქ მოაგვარებს რაღაც სიტუაციას და მე ჩავალ და ზუსტად ლევანი ჩადის 1701 წელს 1701 წელს და 9 წლის შემდეგ ჩამოდის გიორგი მე-11. სხვათა შორის გიორგი მე-11 სხვათა შორის გიორგი მე-11 სახელით უკვე ძალიან ჟღერდა. აი შორეულ ქილმანში ბელუჯების სახანოში ქართლის ვალის სახელი უკვე აი გურგინს ეძახდნენ მას გიორგის სახელწოდება შაჰნავაზად ოსმალურ აღმოსავლურ წყაროებში ნაკლებადაც ცნობილი გურგინ ხანს ეწოდნენ აი გურგინ ხანი მოდის მაგრამ ერთი საინტერესო რაღაც გააკეთა გიორგიმ სანამ წავიდა როდის იცით მისი ძმა კი იყო იქ წასული და ერთი შეტევა ბელუჯებმა განახორციელეს, მაგრამ ლევანი არ ჩაერთო ამ იმაში. ანუ მას ხონდა შეეჩერებინა, მაგრამ არ ჩაერთო. ბელუჯებმა გადაუარეს აი ამ ქირმანის პროვინციას და ჩავიდნენ ისპაჰანამდე მივიდნენ და შაჰ სულთან სულეიმანი რაღაც ესეთ აკანკალებული ხმიდეუნება აი უნდა წახვიდეთ. ანუ წახვიდა, ანუ ამით აჩვენა თავისი ძალა რო ჩადის მართლაც უკვე მისი ჩასვლა საკმარისი იყო რომ შედევაში შეერებული. ხო ვითარება დაწყნარებული არ მოდიან უკვე. არ მოდიან ანცილობენ ქირმანის პროვინციას რაღაც გვერდი აუარონ, მაგრამ 2 წელიწადში ვითარება მოწესრიგდა, ისევ აღდგა მეაბროშუმეობა, ისევ აღდგა ეკონომიკა და შაჰი და გიორგი მე-11 შაჰს უყენებს პირობას, აი გავაკეთე, დამაბრუნე. მაგრამ არა. კი, ოღონდ დააბრუნა როგორ ფორმალურად.
კი, შენ ერეკლეს წართვა მეფობა, კახეთში გაუშვა, მაგრამ გიორგის იქით არ უშვებს. იმიტომ რომ გიორგის იქით წასვლა ეს არის რაღაც მძიმე მდგომარეობაში საკუთარი თავის ჩაგდება და მაგრამ როგორ უთხრას შაჰ-სულთან სულეიმანმა გიორგის რომ არ გიშვებ. მეფობა კი ასე ვთქვათ ვალის სტატუს თავმდაბლობ დაუბრუნა და ამ დროს აი წინა იმაში ისევ პროფესორ ნიკო ჯავახიშვილი და არ უნდა ყოფილიყო ვახტანგი ხო არანაირად მეფე მაგრამ ამ გარემოებების გამო კი და იქ აი ვახტანგიზე იყო მანახსენა ალენ ისტორიკოსი რომელთა აი ბედი არ ქონდა აი სამწუხაროდ ამათ ბედი არ ქონდათ მართლაც კი მუხრან ბატონეს მაგრამ ბედი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ირანის მხარეს იმით რომ დიდმა მოღოლებმა დაიკავეს ყანდაარის პროვინცია. უბრალოდ ითხოვენ ყანდაარს. ყანდაარი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, დღესაც მნიშვნელოვანი ქალაქია. ეს ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული, მას ალექსანდრე არაქოზი ერქვა და შემდგომ უკვე სპარსულ ყაიდაზე, არაბულ ყაიდაზე მას ეს იცით ალექსანდრე არაბულად ისკანდარია, ისკანდარ არაქოზი შემცირდა ისკანდარ ყანდაჰარამდე გადავიდა და ჩვენ ყანდაარის სახელით ვიცნობთ, თუმცა დღევანდელი ყანდაარი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი პუნქტია, უკვე ის ძველი ყანდაარი არა ალექსანდრეს აგებული, ის ნადერ-შაჰმა დაანგრია. და შემდგომ ახალი ყანდაარი, ახალი ქალაქი დაარსა ნადერ-აბადმა და ავღანელებმა მას გადაარქვეს და ყანდაარი უწოდეს. თუმცა ის ძველი ყანდაარი არა, სადაც ეს ჩვენი გიორგი მე-11 იყო და დაიღუპა. და ყანდაარს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ის ავღანეთის გავლით ორი სავაჭრო გზა გადიოდა. აი ყანდაარი იყო აი გზაგამყოფი. ნაწილი მიდიოდა დელიდან ქაბულ ჰერათის გავლით უზბეკთა სახანოებამდე, მეორე ნაწილი მოდიოდა ირანისაკენ. ყანდაარზე როგორც სეხნია ჩხეიძე წერს და არა მარტო სეხნია ჩხეიძე, მათ შორის ფრანსუა ბერნიეც, იმ დროინდელი მოგზაური, წელიწადში 10,000 აქლემისგან შემდგარი ქარავანი გადიოდა. ეხლა ძალიან დიდი ფულია. ძალიან დიდი ფულია. ამიტომ მისი დაკარგვა ძალიან დიდი ტრაგედია იყო. სხვა შორის ყანდაარი დაკარგა შაჰ ხოდაბენდემ, შაჰ აბასის მამამ 1580 წელს და 1622 წელს ყანდაარი ვინ დაუბრუნა სპარსეთს გიორგი სააკაძემ. ამის შემდეგ 1623 წლიდან 1648 წლამდე ყანდაარი ისევ სპარსელების ხელშია. 1648 წელს ყანდაარის გამგებელი ბეგლარ ბეგი ინდოელებმა მოისყიდეს და მათ ისინი გაიქცნენ კლიტემისცას და ჩააბარეს ინდოელებს ისევ ქართველები დაეხმარნენ ერთი წლის თავზე სპარსელებს ყანდაარის დაბრუნებაში და პირველი ბეგლარბელი გიყავს მერაბ-ხან მილიმანიძეების საგვარეულო და 1659 წლიდან ვიდრე 1712 წლამდე ამ ქალაქს აი ამ ხარეს აი ამ დიდარ ხარეს მხოლოდ ქართველები მართავენ. ესენი არიან მილიმანიძეები დავასახელე, ორბელიანები, ბარათაშვილები და ბოლოს ბაგრატიონები, გიორგი მე-11 და ქაიხოსრო მეფე. აი ეს მთლიან დაი წარმოგიდგენიათ 1659 წლიდან 1712 წლამდე მხოლოდ ქართველები. ისე აღმოჩნდა რომ სპარსეთში 1622 წლიდან 1722 წლამდე ისპაჰანის ტარუღები, ანუ ქალაქის მერები მხოლოდ ქართველები არიან, ხო? იგივე საგვარეულო ორბელიანები, ბარათაშვილები და ბაგრატიონები, ხო? აი ორ ესეთ ცენტრს სეფიანთა იმპერიისას მართავენ ქართველები. ერთი პოლიტიკური ცენტრია, მეორე ეკონომიკური ცენტრია. და ეს ადგილები უჭირავთ ქართველებს. აი სწორედ, მაგრამ
აურანგზების ელჩი საკმაოდ ესეთი ასე ვთქვათ დღევანდლად ძალიან თავდაჯერებული მივიდა, იმიტომ რომ იცის შაჰ სულთან სოლეიმანი არ არის ის კაცი, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაწიოს. შაჰ სულთან სოლეიმანმა იცის, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებს. უნდა დათანხმდეს. მაგრამ დათანხმება ნიშნავს, რომ ძალიან დიდ ჯერ ეკონომიკურ გავლენას დაკარგავ და მეორე პოლიტიკურ გავლენას გზებს აკონტროლებ, ხო? და ამ დროს, ასე ვთქვათ, შაჰ სულთან სოლეიმანს გაუნათდა გონება გიორგი მე-11-ს. გიორგი მე-11-ს, რომელსაც ვალობა მისცა, მაგრამ არ უნდა ქართლში გაშვება, სად შეიძლება მისი წაყვანა. რატო დათანხმდა გიორგი მე? ახლა ამასაც გეტყვით. თან რა არის ის საინტერესო. ამის შემდეგ სეფიანთა დინასტიას მალე ეცემა. ძალიან მალე. და სოლეიმანი ძალიან სუსტი მეფე იყო. ძალიან. რატომ არ გიყენებს გიორგი მე-11 აი ამ შესაძლებლობას, რომ პირიქით ის ავღანელები გამოიყენოს, რომ სოლეიმანის გვარი დაეცეს და აქედან გამომდინარე მიიღოს მეფობა უკვე. კარგი კითხვა, ბატონო რეკელელი, გმადლობთ და ახლა გავცემ ამაზე პასუხს. და მოდით ჯერ გავუშვათ გიორგი მე-11 ყანდაარში. გიორგი მე-11-ს იბარებენ. უკვე ქართლის ვალია. უკვე მისი სტატუსი ამაღლდა, ქერმანის ბეგლარბეგი არაა. ისევ ასე ვთქვათ, 4 ვალი ყავდა. ირანს ეს უნდა გავითვალისწინოთ, რაც ნიშნავს ეს 4 ვალი. ეს იყო არაბისტანის ვალი, ლურისტანის ვალი, ფარსის ვალი და ქართლის ვალი. ეს სამი ტერიტორია ირანის შიგნითა ტერიტორია. არაბისტანის იმიტომ რომ ისლამის ქვეყანაა, ლურისტანი იმიტომ რომ სიმდიდრეა და ფარსი იმიტომ რომ იგივე რაც ფარსის პროვინცია ირანის იგივე რაც ქართლი საქართველოსთვის გულია. და როდესაც შაჰად კურთხევა ხდებოდა, ყველას მოქონდა მისთვის დაკისრებული რაღაც. ქართლის ვალს მოქონდა ხმალი. ქართლის ვალი აძლევდა მას ირანის შაჰს მის სამხედრო ინსიგნაციებს. სხვათაშორის აღა მაჰმად-ხანი რო შემოგვეჭრა, რისთვის შემოგვეჭრა აქ? ერთი რომ ერეკლეს უარი ეთქვა გიორგიევსკის ტრაქტატზე და მეორე რომ ერეკლეს შეესრულებინა ქართლი, როდესაც ის შაჰად აღიარეს, ხო? ყველა მივიდა და ერეკლეს უნდა მიეტანა ეს ხმალი. ეს ხმალი უნდა მიეტანა და აეღიარებინა. როდესაც ჩამოვიდა დაიპყრო, ასე ვთქვათ, თბილისი აწიოკა, აოხრა, ერეკლე მაინც არ შეეგება, ხო, გაიქცა. სამწუხაროდ, ესეთი ვითარება იყო, ძლიერი მტერი იყო, მეფე მარტო დარჩა და ფორმალურად შეუსრულეს აღა მაჰმად-ხანს, ფორმალურად თბილისში მიართვეს, რა ქვია, ეს ხმალი. სწორედ ასე იყო და ამიტომ გურჯისტანის ვალია და შესაბამისად მას რაღაც ასე ვთქვათ გონორით საუბარი შეუძლია, მართლაც ძლიერია. და უნებია რომ შენ ქართლის ვალი ხარ, მოდი მაგრამ ცოტა ხანი სამ ქართლში გაგიშვებ, მოდი ყანდაარში რაღაც პოზიციები დამელა. გიორგი უკვე წინააღმდეგია. წინააღმდეგია საკმაოდ ერთი კვირა დაჭილდა და ქართველები ისევ ლევანი ასრულებს აქ გადამწყვეტ როლს, სეხნიაც და ბოლოს ესე წერია რა გაეწყობოდა და წავიდა, მაგრამ რა გააკეთა? აქ სამწუხაროდ ისაც თქვენ ბრძანეთ, გამოეყენებინა ავღანელები არა, მაგრამ მან ესეთ პირობა დააყენა. უნდა ჩავიდეს ქართლში ლევანი და მოაწესრიგოს ერეკლეს მიერ არეული სიტუაციები, არეული ვითარება. ერეკლე კახნა ჩამოვიდა ქართლის თავადებს რაღაც ჩამოართვა, რაღაც გადანაწილება მოახდინა, რამაც ქართლში გარკვეული ვითარება არია. ერეკლე მაპატეთ ლევანი ჩადის, ერთი წელი აქ რჩება და სხვათა შორის ჩვენ ქართლის მეფეებში ლევანი არ გვიწერია არსად.
პირველი მე მადლობა მინდა ისე პროფესორ ნიკო ჯავახიშვილს გადავხადო, რომელსაც გამოაქვეყნა 2020 წელს სტატია ქართლის მეფების რიგზე და მან ლევანი ჩაწერა აქ. მართლაც ის და ლეგიტიმურია ბატონი ნიკოს ეს გადაწყვეტილება, რადგან გვაქვს რამდენიმე საბუთი, სადაც წერს პატრონი და მეფე ქართლისა ლეონ. ანუ მეფეა, ხო? მეფეა. კი, ოფიციალურად გიორგი მე-11-ია ჯანიშვილი, მაგრამ ის აქ ჩამოვიდა როგორც ვალი, ის აქ ჩამოვიდა როგორც მისი ნაცვალი, მაგრამ მან აქ მეფის უფლებები მიიღო. მეფის უფლებები მიიღო და ყანდაარში არ მედის გიორგი მანამ, სანამ ქართლიდან არ წამოვა ძალა. ანუ მან დააყენა ესეთ მან ის საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და იცოდა რომ სპარსელებს ვერ დაეყრდნობოდა. და ამიტომ მან მოითხოვა ქართლიდან დამატებითი ძალა 4000 კაცი. 4000 კაცი ჩავიდა. 4000 კაცი ჩავიდა, ნაწილი ამოწყდა, რა თქმა უნდა, ნაწილი უკან დააბრუნდა, ნაწილი როგორც ამბობენ იქ დარჩა და დღესაც თითქოს არიან, მაგრამ აი გენერალ ეპიტაშვილის მოგონებებს იყენებენ ხოლმე, აი როდესაც საბჭოთა ჯარის ერთ-ერთი სარდალი იყო კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა და ის ამბობს რომ მე შევხვდი იქაურ ქართველებს, ან მეუბნდებოდნენ რომ იქ მთებში ქართველები არიან. Ну, არის შემდგომ ისტორიაში 2003 წელს თუ 2004 წელს გამოქვეყნდა სტატია, რომ აი რაღაც ჟურნალ ისტორიაში, რომ თბილისში თითქოს ჩამოვიდნენ მათი მემკვიდრეები, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ თვალ არ მინახავს, ამიტომ ცოტა ეჭვით ვუყურებ, იმიტომ რომ იქ არის პროვინცია გუჯარათი, ქვევით სამხრეთით, რომელსაც რატომღაც ჩვენი კი მესმის რომ გვინდა ქართული ისტორია რაღაცა ამაზე დავიწყეთ, ხო? ქართული ისტორიისგან რაღაც მითოლოგიას ვქმნით, ხო? და ეს გუჯარათი და გუჯარათი ინდური პროვინცია, ინდო-არიული პროვინცია, არანაირად ახლა მსგავსება არის, რომელთაც ჩვენს ისტორიას აფრთხილი არ აქვს, მაგრამ მასთან ერთად აი ამ ლაშქართან ერთად ჩადის ოღონდ გიორგი მე-11 ჩადის ჯერ ჰერათში უნდა თავისი შვილი საფლავი მოინახულოს და აქედან ჩადის მერე ყანდაარში. საკმაოდ ვაჟი რამდენი ასაკის იყო როგორ? 16 წლის და აი ჩავიდა. გადაცვალების მიზეზები ცნობილია? მოკლეს. და ჩადის ყანდაარში და ყანდაარში ძალიან მძიმე მდგომარეობა, იქ არის ქალაქის თავი, ну გადასახადების ამკრეფი ქალანთარი, ასე თანამდებობა იყო მირვეისი, რომელიც ავღანელთა ეროვნულ გამათავისუფლება ანტიირანულ აჯანყებას უდგას სათავეში. მაგრამ გიორგი მე-11-ს ისეთი სახელი ჰქონდა, რომ არანაირმა უფრო შეშინდნენ, რომ გორგინ ხანი მოდისო და ავღანელები შეშინდნენ. საინტერესო რომ გორგინ ხანი მოდისო შეაშინა ინდოელებიც. არის ასეთი იტალიელი მოგზაური ფილიპო მანუჩი, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ზუსტად იმ პერიოდში დელიში. ну ექიმობდა კიდევაც რაღაც და ის წერს რომ როდესაც ავღან ყანდაარში გიორგი მე-11 გორგინ ხანი ჩამოვიდა, ინდოელები შეშინდნენ, მათ ჩათვალეს რომ კი ჩვენ მოვითხოვეთ ის ყანდაარი, ხო, მაგრამ თუნდაც აგერ შაჰ სულთან სოლიმანი გაბრაზდა და საომრად გამოუშვა გიორგი მე-11 გორგინ ხანიო და არაფერს არ აკეთებენ. პირიქით რას აკეთებს? ქვემოთ არის ყალათის სახანო, რომელიც ინდოეთის სულთნის ვასალია. ყალათის ხანი ჩადის გიორგი მე-11-სთან. ჩადის თვითონ ხანიც და მისი შვილიც, ანუ ამანათის წესია შვილიც აყვანა, რომ თუ რაღაცა და შვილს იტოვებ. ჩადის ამ შვილთან ერთად და მეაქვს დიდძალი საჩუქრები, როგორც წესია, როგორც აღმოსავლეთ დიპლომატიაში ამიღებული და ეუბნება, რომ აი არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვაღიარებ შენ ძალაუფლებას, აღარ მინდა ყანდაარი, იყავი აქ მშვიდად და საინტერესოა, რომ გიორგი მე-11-მ გადაჭრა
ინდოეთ ირანის ტერიტორიული პრობლემა. აი ყოველთვის პრობლემა იყო სასაზღვრო. აი დღეს ახლა სამწუხაროდ აქ არ გვაქვს პოლიტიკურ უკას რო დავაკვირდეთ, აი ავღანეთ ინდოეთის და პაკისტანი ირანის. პაკისტანი მაშინ ინდოეთის შემადგენლობაში იყო, მოგიხსენება 1947 წლამდე. აი ეს ავღანეთის ავღანეთიდან პაკისტანის ჩათვლით, აი ეს სასაზღვრო საკითხი გადაჭრა გიორგი მე-11-მ. გიორგი მე-11-მ და ამის შემდგომ საუკუნების მანძილზე ეს პრობლემა არ ყოფილა. ერთადერთხელ რაღაც ნადირ-შაჰის დროს მოხდა აი ამ ტერიტორიის დარღვევა. აი გიორგი მე-11-მ ასეთი წვლილი შეიტანა ინდო-ირანულ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების, ძიმე ურთიერთობების მოწესრიგებაში. სამწუხაროდ მან ძალიან ცუდ დაამთავრა ცხოვრება. მან კი დააპატიმრა მირვეისი. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. მირვეისი ძალიან ეშმაკი კაცი იყო. დააპატიმრა, გაუგზავნა და მოახერხა ახლა ამ ადამიანმა. აი, ჩვენ გვყავს ოპონენტი, აი სულთან სოლეიმანის სახით, რომელიც არის არ არის ალბათ იმ კონდიციაში, რომელთაც ვერ ისარგებლო. და რატომ ვერ ვსარგებლობთ აი ამ მომენტში? აი ახლა ეს პოლიტიკური შეცდომა ხო მირვეისის შეცდომა იყო და რატომ ერთგულობს ამ ადამიანს? აი რო შევადაროთ, ეს არის დაახლოებით ირანის ელცინი არის რაღაცა თქვარი ტიპაში. სულთან სოლეიმანს გულისხმობთ? იმ ასპექტით რაზეც მსგავსება კი დაგეთანხმებით, სისუსტითაც, მაგრამ რატომ არ უბრუნებს? დავუშვათ აი თქვენ ახსენეთ ავღანელებს რატო არ იყენებს? ორი მიზეზია. პირველი, ისლამური თვალთახედვა, გიორგი არის შიიტი. ესენი არიან სუნიტები. ანუ მათ შორის კავშირი გამორიცხულია. ჯერ ისტორიას არ ახსოვს, რაც ისლამი ჩამოყალიბდა, რომ შიიტები და სუნიტები სადღაც ერთად იყვნენ. აი ერთი ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთადერთი მეჩეთია, სადაც სუნიტები და შიიტები, აი ჩვენ ჯუმა მეჩეთი თბილისის, სადაც ერთად ლოცულობენ. მეტი არსად არ არის. არსად არ არის. სუნიტს და ებრაელს ან ქრისტიანს უფრო დააყენებ ერთ საქმეში, ვიდრე შიიტს და სუნიტს. ერთად. ამიტომ ამ თვალსაზრისით გამორიცხული იყო. მეორე თვალსაზრისი, რა თქმა უნდა, ეს იყო გიორგისთვის ყველა მუსლიმი იყო მტერი. ყველა მუსლიმი, შიიტი იქნებოდა, სუნიტი იქნებოდა, ყველა მტერი იყო. ის მას არ ქონდა არავის მიმართ ამ თვალსაზრისით ნდობა და ეს ჩანს აი სეხნია ჩხეიძესთან არის ესეთი ეპიზოდები წერს, რომ აი როდესაც დამნაშავე სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა ან ვიჭერდით რომელიმე აჯანყებულ ავღანელსო, კბილებს ვაძრობდითო და შემდგომ თავში ვარჭობდით ამ კბილებს. აი ბევრმა სხვათა შორის აი დღეს ისტორიას არ უნდა შეხედო შენი მდგომარეობიდან, შენი ეპოქიდან. ისტორიას უნდა შეხედო იმ ეპოქიდან. აი დღევანდლობიდან ეს საშინელებაა, ხო? რაღაც ვანდალიზმი და რაღაც აი გიორგის მიმართ, აი სხვათა შორის ბევრს გიორგის მიმართ, აი ამ ეპიზოდის მიმართ სამწუხაროდ ქართველებს უარყოფითი მდგომარეობა პოზიციათ, აი რას ქვია ამას აკეთებდა, მაგრამ ისევ და ისევ მეორება. არ უნდა შევხედოთ ისტორიას ჩვენი წერტილიდან, ჩვენი რეალობიდან. უნდა შევხედოთ იმ პერიოდში სხვანაირად გიორგი ვერ მოიქცეოდა. ეს ის ენა იყო, რომელიც მაშინ ესმით. აი უფრო მეც გეტყვით, იმავე პერიოდში უბრალოდ ნახევარი საუკუნით ადრე 1635 წელს აჯანყდა ყილიმის ხანი შაჰგირეი. შაჰგირეები ექუმრალსება ოსმალეთის წინააღმდეგ. არ დაემორჩილა. ოსმალეთი რაშვება? აგზავნის ლაშქარს, იპყრობენ ბახჩისარაის, ამ შაჰგირეისაც იპყრობენ და მას ახლა ცოტა რაღაცას ვიტყვი, მაგრამ წყაროებშია დაფიქსირებული წერია. იპყრობენ მის ფეხმძიმე
ცოლს, უფატრავენ მუცელს და ანუ ეს იყო ისლამურ სამყაროში ასეთი დასჯა მიღებული. ამიტომ გიორგი მე-11-ს იქ რაღაც სხვა რო გაეკეთებინა, ხო? მას ვერ გაუგებდა. ხო, ანუ ავტორიტეტის საკობად საჭირო იყო ბრუტალიზმი. ხო, ასე უნდა მოქცეულიყო. ეს იყო ის ენა, რომელიც იმ პერიოდში ისლამურ ზოგადად აღმოსავლეთში ესმოდა, სხვანაირი ენა არ ესმოდა. ამიტომ იქცევა ის ასე. ამიტომ არის სეხნიასთან დაფიქსირებული ეს სხვათა შორის მარტო სეხნიას აქვს, მეტი არავის. არც კრუშინსკისთან არ ხვდებით ამას, არც სხვასთან, მარტო სეხნიას აქვს, იმიტომ რომ სეხნია იქ უშუალო თვითმხილველია. და ასეთი ფაქტები, მაგრამ ისევ და ისევ გიორგი მოქმედებდა იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაში იყო და რა ენაც იმ საზოგადოებას ასე ვთქვათ ესმოდა. და აქედან გამომდინარე, სწორედ მან იმიტომ არ წარმართა, აი თქვენ და ჩემი სულით ასე ავღანური ძალა ირანის წინააღმდეგ, რომ იყო მურწმუნოება, ასე ვთქვათ, სარწმუნოებრივი შეუთავსებლობა, ოფიციალურად და მეორე გიორგისთვის ისინიც გიორგის ისევე არ ეხატებოდა, ასე ვთქვათ, ავღანელები, როგორც არ ეხატებოდა სპარსელები. მისთვის ორივე იყო მტერი. ანუ მისთვის სულთან სულეიმანი მაინც პროგნოზირებადი ადამიანია. ამის შემთხვევაში ალბათ ჩემს სამეფოს, ჩემი შვილების სამემკვიდრეოს უფრო გარანტიას ვაძლევ, რომ რაღაცა უსაფრთხოდ იქნება. კაი, ესენი გამოვიყენე, მაგრამ შეიძლება ეს გიჟები მე უფრო უარესი დიდი პრობლემა იქნეს. შეიძლება ისტორიას არ უყვარს ასეთი მსჯელობები, მაგრამ შეიძლება აი ამ ასეთ რაღაცებზე მსჯელობა. ხო, შეიძლება. ხო, აი ასეთ ამ შეიძლება ასეთი წიაღსვლაც ქონდა, მაგრამ მას იმედი ქონდა, რომ დაამყარებდა წესრიგს და დააბრუნდებოდა უკან და მირვე ის აგზავნის, ხოთაშორის აგზავნის აი წერილით, რომ ეს კაცი მოკალიო. ხო, უარშიობს. ასეთი წერილი სიტყვა უარშიობს, ანუ არ გემორჩილება. ნუ ეს ნიშნავს, რომ მოკალიო. მაგრამ მირვეისი საკმაოდ ესეთი აი აღმოსავლური დიპლომატია აღმოსავლური ძალიან საოცარი. მირვეისი საკმაოდ დიდი ფული ჰქონდა. რო წავიდა ეს დაპატიმრებული კაცი, თან შემდგომ ფულიც გაიყოლა, ნუ ფული მინდა, ხო? და ძალიან მალე აი იგივე სეხნიაც, იგივე კრუშინსკი, რომელიც უკვე იქ იყო, წერს, როგორ შედის ეს კაცი ყველასთან ნდობაში. შედის ნდობაში არა მარტო რა ქვია სხვებთან ლევან დივანბეგთან შევიდა ნდობაში. მაგრამ ლევანი როგორც ხარ ბძენი კაცია და როდესაც მე მან გამოითხოვა აი ჰაჯიზე ხო მოკლთა მაყველა შაჰ-სულთან სულეიმანს სულ ფული უჭირდა მოკლთა მაყველა და გამოითხოვა მართლმორწმუნე მუსლიმი ვარ რა გამიშვი მოვილოცებოდა ახლა ის შიიტები აღარ ჩადიოდნენ, იმიტომ რომ არაბეთი ოსმალეთის ხელში იყო და შაჰ აბასმა აკრძალა იქით წასვლა და ამიტომ მეშჰედი მაშჰადი და ყუმი დაუწესა, ასე ვთქვათ, მექა მედინას საპირწონედ. და ნუ ხან ეს სუნიტი იყო, გაუშვეს, მან მოახერხა ოსმალების მომხრობა და იქიდან ჩამოდის და კიდევ ავრცელებს ჭორებს გიორგი მე-11-ზე რომ აი იქ ოსმალეთი იქ არაბეთში გავიგე რომ თურმე გიორგის ოსმალებთან აქვს კავშირი და ყველაფერი როგორ შემოაბრუნა მაშინ როცა ადამიანს არაფერი აღარ ქონდა ხელში დაპატიმრებული იყო საოცარ აი რაღაცა ეს ეპიზოდი რაღაცნაირად მეტყველებს თვითონ სპარსთა კარზე არსებულ მმართველობის არაეფექტურობას. დიახ, შაჰ აბასის შემდეგ სპარსეთის კარი ფაქტობრივად ესე არათანმიმდევრულია და თან ამორფული სტრუქტურა. ხო, ანუ აქ აშკარა ვარაუდი ცხადია ჩვენ მე ვარაუდობ რომ იქ იმდენი გავლენიანი მოქმედი სუბიექტი იყო შაჰის გარდა რომელთანაც ალბათ მოლაპარაკება მოახერხა ამ ადამიანებს სხვადასხვა რაღაცებით რომ იმ ადამიანებმა შემდეგ ეს შაჰის აზრის შეაცვლევინეს ალბათ პირდაპირ კომუნიკაციით ესე რა უნდა მოეხიბლა ადამიანი და მე იცვლება მთლიანად სურათი. კი, და ერთი მინდა თქვა
ხო დაარწმუნებს შაჰ სულთან სოლიმანს რომ გიორგი მე-11 ოსმალეთთან კავშირში იყო. სხვათა შორის შაჰი ამას იჯერებს. რატო იჯერებს? იმიტომ რომ მე ვახსენე დოკუმენტებს, სადაც აი რო აურიეს არჩილმა და ხო, ანუ მათ ქონდათ რაღაც. მანამდეც ქონდათ, მაგის გამო მოხდა ყველა. ხო, ანუ რაღაც უკვე გაშავებული, ასე ვთქვათ და იჯერებს. და ან თავისუფლებს. შენ თუნდაც სიკვდილის რა ღირსი ყოფილიყარო, წადი სამშობლოში დაბრუნდიო და წერილს ატანს, ეს კაცი გამართლებულია, არანაირი ის არა აქვს ცოდვა ჩვენ წინაშე და დააბრუნა თანამდებობაზეო. და მირვეისი საკმაოდ ჭკვიანია, მარტო შაჰ სულთან სოლიმანის წერილით კი არ იყვანა, სხვებსაც გამოართვა წერილები, ვისაც გიორგი მე-11-ს მეტნაკლებად რაღაც ენდობა, რაღაც გავლენა, ყველას გამოართვა და ჩადის რაღაც ამ არქივით და ხედავ მე რა სუფთა ადამიანი ვარ და ერთი წერილია ლევან დივანბეკის ძმის და სხვათა შორის ბატონ თამაზ ნატროშულსაც როდესაც აი ამ ქაზე წერდა, იქ წერდა რომ ისე მოატყვა ლევანიო, აი ლევანი მოატყვა, ლევანი დააჯერა მილვეისმა და ლევანიც კი შეცდა იმაში შეფასებაშიო. და შემდგომ მე კრუშინსკისთან ვიპოვე აი ამ წერილის ზუსტი ციტატა არა, მაგრამ რა ქვია ის არსი. და კრუშინსკისთან წერია და დაკვირებული თვალია. წერს რომ აი ეს კარგი კაცია, მართლაც სანდო კაცია, სანდო მორწმუნეა, შაჰთან მოილოცა რაღაც ესეთი კარგი კაცია და აი სტრიქონებს შორის კითხვა. მას განსაკუთრებით ენდობა შაჰი. ანუ ეს იყო მინიშნება. იმ შესავალში მას განსაკუთრებით ენდობა შაჰი. ანუ შენ იყავი უკვე ფრთხილად. ანუ ის მიჩენილია შენს წინააღმდეგ. როგორც ჩანს, გიორგი მე-11-ემ ეს ვერ წაიკითხა, ეს ვერ გაიგო. და შედის ძალიან დიდ დობაში უკვე რახან ასეთია მილვეისთან, რომელიც ჩამოდის ძალიან ესეთი უკვე ჰაჯის ტიტული აქვს, ანუ მოილოცა ჰაჯი მილვეისია უკვე რაღაც ესეთი მართლმორწმუნეა, რაღაც ესეთი ძალიან და შედის აი ამ დობაში, მილვეისიც კარგად ირგებს ამ როლს, აი ამ სანდო ადამიანის როლს, პირიქით ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც გიორგი მე-11-ს მოუდუნა ყურადღება და საბოლოო ჯამში გიორგი მე-11 განიარაღდა, ანუ მან ისე მოახერხა აჯანყა მთის მოსახლეობა, სადაც გიორგი მე-11-მ გაუშვა გააგზავნა მისი ლაშქარი, მისი ნდობით აღჭურვილი ლაშქარი და სპარსელებთან დარჩა. რამდენიმე ქართველთან და ძირითადად სპარსული, ანუ ქართველები გაუშვა იქით. და ამ ვითარებაში იპყრობს და კლავენ ანუ кейფის დროს, ხო? кейფის დროს. აი რაღაცით ცივის მთის. მაგრამ სხვათა შორის გიორგი მე-11 როგორც ჩანს მთლად არ იყო. ხო, ანუ იმიტომ რომ იქ წერია 15-მდე ავღანელი მოკლა. დიახ. ანუ ეს ძალიან გავს აი სამეფო კარის თამაშებში არის წითელი ქორწილი ესეთი რაღაცა მოვლენა. кейფის დროს უცებ. კიდე თქვენ რაც შემდგომ როდესაც ხო უნდა გაამართლოს მირვეისმა ეს რა ჩაიდინა შაჰის მოხელე მოკლა, ხო? თან სუნიტმა შიიტი მოკლა. ეს უკვე შიიტებისთვის დაშავებული, რომელიც სისხლით უნდა იზღოს. და ის პოულობს ორ ასე ვთქვათ საბუთს ატომოვკალი. და სხვათა შორის ისევ და ისევ აი ამ წყაროებს მკითხველი სამწუხაროდ წყაროებს ყოველთვის მკითხველი გებულობს ბუკვალურად. და იქ წერია რომ აი ჩემი ქალიშვილი მოინდომა,
ჩემი ქალიშვილი მოინდომა და რაღაც მე შეურაცხყოფილმა მამამ რაღაც ესე. ძალიან გავს მოგონიცა. ხო, რა თქმა უნდა, გიორგი მე-11 არ იყო ასეთი. ხო, ასეთი და მეორე იპოვის აი რო შეხსნის იპოვის ჯვარს და სახარებს. აი შენი მართმოწმნეში იდი თურმე ქრისტიანი ყოფილა. ხო, მუხანათური ისტორია, მუხანათური მკვლელობა. გვაქვს ჩვენ ისტორიაში ესეთი ეპიზოდი. გიორგი ბრწყინვალეს აქციის მთაზე რაღაცა მსგავსი ჩადენილი, მაგრამ ის სხვა ისტორია, სხვა კონტექსტი, მაგრამ აი ეს საქეიფოდ მისული ადამიანები რომც აღმოჩნდნენ მსხვერპლი. ხო, გიორგი ბევრი არ არის, ესეთი ბევრი არ არის და ეს ძალიან მუხანათური ისტორია. თითო ადამიანი ემსახურებოდა თითო ასე ვთქვათ ქართულს და უცებ იშიშვლეს ხმები და იქ მაინც დიდი ხანი იბრძოლა, ხო? კი, 15 ავღანელი მოკლა. ანუ ესე იგი ის მთვრალი არ იყო. მთვრალი არ იყო. შეიძლება რაღაც დაღლილი იყო, ჩაეძინა. ამის შემდეგ ვალის ტიტული გადაეცა მის ქაიხოსროს. ქაიხოსროს მის. მაგრამ ქაიხოსროს მალე დაიღუპა, ხო? ქაიხოსრო მალე დაიღუპა, ხო? მალე წესით ეკუთვნოდა ლევანს, მაგრამ ლევანი მალე მე-40 დღეს, ანუ 40 რო გავიდა, მე-40 დღეს დაიღუპა, გარდაიცვალა, გული შეტევით გარდაიცვალა და ხდება ვალი ხდება ქაიხოსრო, რომელიც და მისი ჯანიშინი ისე და ისე ვახტანგ მე-6 რჩება. და ვახტანგ უკვე სამეფო ასე ვთქვათ ხაზი გადმოვიდა პირდაპირ ვახტანგზე ძმაზე და ძმისშვილზე ანუ მისი ძმა არის უკვე ქართლის მეფე და თუ კი ადრე ბიძას ჯანიშინი ანუ მოადგილე ანუ მეფისნაცვალი იყო ახლა ძმის მონაცვლეა ნუ ქაიხოსრო ძალიან ესეთი გიორგისთან შეზრდილი იყო ფაქტობრივად ქაიხოსროც აი გიორგის ხასიათის მტკიცე ხასიათისაა აი მამისგან ლევანისგან მას სიბძნე არ დაყვა ეს ქაიხოსრო შეეძლო ძალიან მარტივად და აი როგორც ალექსანდრე მაკედონელს აი გორდიასის კვანძი რო გადაჭრა ესე ხმლით კუნთის სიძლიერით რაღაც საკითხები მოეგვარებინა და ალბათ სხვა დროს თუ შეხვდებით აი ისპაჰანის აჯანყება ჩაახშო რომელიც ირანელმა ვერ ჩაახშეს ხო და აი ქაიხოსრო მიდის მაგრამ აი ქაიხოსროსთან უკვე ქაიხოსრო აღმოჩნდება მძევალი ძალიან ობიექტური მოცემულობის ანუ ირანის შაჰ სულთან სოლეიმანმა ვერ გაიაზრა რა მოხდა გიორგი მე-11-ის კვლევით რა დაემართა მის სამეფოს შაჰ სულთან სოლეიმანი ასე ვთქვათ იმებშია რომ თურმე ქრისტიან ყოფილა თურმე კიდევ რაღაც ქრისტიანი ყოფილა ხო რაღაც აბსურდული ხო და შაჰ სულთან სოლეიმანი ყველანაირად აჯანჯლებს ახლა როგორ არის შენ ყველაზე მდიდარ პროვინციაში ძალაუფლება დაგეკარგა ხო და ერთ-ერთი გავლენიანი და გიორგი არის ქართლის ვალიც არის და სეფახ სალარიც თავდაცვის მინისტრია და აი ამ ადამიანს ვიღაცა გიკლავს და შენ ყველაფერს აყოვნე რომ ქაიხოსრო რომელიც იქ მიდის ჯერ ფული არ გამოუყვეს მე დათანხმება რაღაც ძალიან დიდხანს გაიჭიმა ეს ვითარება და საბოლოო ჯამში მირვეისმა შეძლო იქ პოზიციების გამტკიცება ყანდარში ვერ შევიდა ქაიხოსრო ისე დაიღუპა თან ძალიან ღალატი დაიღუპა და ორი ძალიან დიდი ადამიანები, ძალიან დიდი ადამიანი ჩვენ ყანდარის, აი ავღანეთის მიწაზე დავკარგეთ. სხვათა შორის ერთს მინდა გავიხსენო. როდესაც გიორგი ვალის ტიტული დაუბრუნდა მან მას მისცეს სეფახ სალარის თანამდებობა, ну თავდაცვის მინისტრი. თქოს მაღალი თანამდებობა. მაგრამ მისი უმცროსი ძმა ლევანი და მისი ძმისშვილი, მისი უმცროსი ძმა ლევანი ირანის დივანბეგია. ხოლო ძმისშვილი ქაიხოსრო სპარსეთის ისპაჰანის ტარუღა. ირანის სახელმწიფო ნომენკლატურით დივანბეგი და ტარუღა ირანის მთავრობის მუდმივი წევრები არიან.
სეფახსალარი მუდმივი წევრი არ არის მინისტრია, თავდაცვის მინისტრია თუ ომის მინისტრია, სეფახსალა ომის მინისტრია, მაგრამ მუდმივი წევრი არა, მას იბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ომი მიმდინარეობს, ან ომი იგეგმება. ანუ სხვა შემთხვევაში სეფახსალარის უფლება არ აქვს დივანის ხდომებს დაესწროს. ანუ რა გამოვიდა? კაცი არის ქართლის ვალი, მეფე, უფროსი, გვარში უფროსი და ირანული ნომენკლატურით მას თავმჯდომარეს აძლევენ ძმაზე და ძმისშვილზე ნაკლებ გავლენიანს. და აქაც კროშინსკი წერს, რომ უნდოდა განხეთქილების შეტანაო. განხეთქილების შეტანა ძმებში, მაგრამ ძმები მიუხვდნენ შაჰ სულთან სოლეიმანის მზაკვრობას და ამან არ მოახდინა მათი დაშლაო. გიორგი მიიღო, ის მიხვდა, რისთვის იყო ეს გაკეთებული. ანუ ძენი ადამიანი. ანუ მიზეზი, რის გამოც ვერ მოხერხდა შემდეგ საქართველოს გაერთიანება. ეს რაღაცა ისტორიული მომენტია, როცა შესაძლებელია, იმიტომ რომ ირანი საკმაოდ სუსტი. ამის მერე ავღანელები უფლებიან ირანის დინასტია და სეფიანთა გვარი საერთოდ ისპობა. და ეს რაღაცა ისტორიული მომენტი არის, მაგრამ იმდენად ღრმად არის ქართული ელიტური ინტელიგენცია მაინც აი ამ ირანულ პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრირებული, ზუსტად, რომ აი ამ ანუ განმათავისუფლებელი იდეის წინააღმდეგ შეიძლება ქართველებშიც ყოფილიყო. ცოტა რთული საკითხია ბატონო ირაკლი. აი აყვებოდა თუ არა დანარჩენები. ვინებსაც ჰქონდათ კარიერა და ალბათ ჰქონდათ შესანიშნავი გიორგი მე-11 და აი ამ სამი მუხრან ბაგრატიონის, გიორგი მე-11-ის, ლევანის და ქაიხოსროს განადგურებით, ორი მოკლეს, მესამე გარდაიცვალა, უпроსტოდ ლევანი გარდაიცვალა, ფაქტობრივად ძალიან დიდი ძალა, არა მარტო ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური, ეს რაღაც აი ორგანიზატორული ნიჭის მქონე ძალა დააკლდა ქართლს. და ყველაფერი იქით მოღვაწეობდა და რა აქით. ვახტანგ მე-6-ზე აი თქვენ წინა გადაცემას მინდა დაუბრუნდე. ვახტანგ მე-6 ვერ იქნებოდა ვახტანგ მე-6 ამ სამი ადამიანის გარეშე. ვახტანგ მე-6 აი კრუშინსკის აქვს, კარგად ისე დაუბრუნდები კრუშინსკის. ვახტანგ მე-6 მაქრო დაიწყო აღმშენებლობითი მოღვაწეობა, ეკლესია მონასტრების აღდგენა, ხო? ეკლესიამ კი ჯერჯერობით არა ქრისტიანობას ინარჩუნებს, მაგრამ მუსლიმი მეფის ნაცვალია, ხო? შენ რებს ბედავ, ხო? და კრუშინსკის აქვს შაჰ სულთან სოლეიმანი ხედავდა რასაკეთებდა ვახტანგი, მაგრამ მას გიორგი ეძულფასებოდა. ანუ ეძულფასებოდა გოლზე კი არ ეხადა, ის რასაც გიორგი იკაკეთებდა, ის რასაც ლევანი იკაკეთებდა, ის რასაც ქაიხოსრო იკაკეთებდა. ისი მათ აი ამ სამმა ადამიანმა ორმა ძმამ საშუალება რომ იქ ვახტანგს ეკეთებინა მეცნიერული საქმე. აღმშენებლობით არა მარტო მეცნიერული, აღმშენებლობითი საქმე, რომელიც შემდგომ ისტორიოგრაფია თორე ეს გააბრაზებდა, გადარევდა ალბათ. კი, ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ვახტანგი ვერაფერს ვერ გააკეთებდა, რომ არ ყოფილიყვნენ ესენი. რომ არ მათ თავის თავზე მიიღეს ძირითადი დარტყმა, სადღაც წავიდნენ შორს, გადასაკარგავში, სადღაც ვიღაც ხალხს ეომებიან იმისთვის, რომ ვახტანგმა საქმე აკეთოს. აი ზუსტად ეს სამი ადამიანი როგორც კი გამოაკლდა და რას ხედავთ, ვახტანგი სუსტდება, ხო? კი. ვახტანგი სუსტდება, ვახტანგი დგება მერე არჩევანის წინაშე. კი, და თან ბოლოს როგორ დიდხანს მოდის ამ წინააღმდეგობაში მიიღოს ისლამი თუ არა და 6 წლით მიდის ციხეში, ხო? დაიცვას თუ არა ირანი, თუ დაუდგეს ოსმალებს, თუ დაუდგეს რუსებს. ხო, უთულესი ამოცანა. კი, მაგრამ აი ვახტანგი უფრო ემოციაზეა. ემოციურია. ის კი გიორგი და ქაიხოსოც ემოციურები არიან, მაგრამ წინა ეპიზოდში შევთანხმდით რომ გურული. ხო, კი, ბატონმა ნიკომეს ახსენა. ხო, ემოციურია და უფრო ემოციებზე აყოლილი. აი მე მაგალითად ახლა ისევ და ისევ დღევანდელი ვამბობ რომ დღევანდელი თან უნდა შევხედოთ, მაგრამ მაინც მიკროს აი რატო გამწა, რატო
რატომ ასე ვთქვათ აჯანჯლებს ისლამის მიღებას, მაშინ როდესაც ყველა ისლამი მიიღო და თან ეს ფიქტიური ისლამი იყო. ფიქტიური ისლამი იყო, ყველა იცოდა რომ ყველა ქრისტიანი იყო. აი აჯანჯლებს 6 წელი მიდის და ციხეში ჯდება, აქ იესე მოდის, აქ ბაქარი მოდის, იესე ურევს, ბაქარი მეტნაკლებად ცდილობს ვახტანგის საქმე აკეთოს და ბოლოს როდესაც 1722 წელს, როდესაც უტევენ ავღანელები, და ვახტანგი როცა ქართლის ვალი გახდა, მასაც მიეკუთვნა სეფახსალარი, ანუ სეფახსალარი გიორგიდან გადავიდა ქაიხოსროზე და ქაიხოსროდან მერე გადმოვიდა ვახტანგზე. ანუ თავდაცვის მინისტრი წერს შახ-თახმასზე. შენი მოვალეობაა, მოდი დამეცავე, ხო? და ისევ და ისევ კრუშინსკი დაუბრუნდა. კრუშინსკის აწერია ქართველებს რომ შეძლებოდათ გაერთიანება, ქართველებს ერთი გონი რო ჰქონდათ, ირანის შახები გახდებოდნენ. აი და ვახტანგი გაბრაზდება იქ რომ განჯის ხანს მიანიჭებს უპირატესობას შახსოლ ირანის შახი და ამის გამო ნაწყენი როგორ მე რაღაც და არ მიიღებს მონაწილეობას მე ისევ თავის ახლა ბატონმა ნიკომ კითხვა ეს ლავილების დიპლომატია ქონდა, მაგრამ არ ამგონია სულ ლავილების დიპლომატია იყო, კი იქით შახსაც რა ქვია ესაუბრებოდა იქით სულთანსაც, მაგრამ პეტრეს გადაყვა, ხო? პეტრემ კი მოიგო დაამარცხა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო შვედეთი. კი მოიგო, მაგრამ იმდენად დიდი რესურსები წაიღო ამ 21 წლიანმა ომმა რუსეთის, რომ მას უკვე აქეთ ძალა არ ქონდა. უსუსტეს სპარსეთსაც ვერაფერს ვერ უსწამდა და როდესაც სპარსეთი ყოფილი იყო იმ შედეგებით, რაც ქონდა. სპარსეთის დამხობა რო გაიგო, ოსმალეთი წამოვიდა და ოსმალეთთან პეტრეს ყოველთვის ცუდი ურთიერთობა ქონდა. მინუსებში იყო, ასე ვთქვათ, მათი ურთიერთობა პეტრეს მიმართულებით. ანუ პეტრე წაგებული იყო ოსმალეთთან, ამიტომ გააფორმა სტამბოლის ხელშეკრულება, სადაც თქვა რომ ამასი ზავი რჩება, ანუ და ის ქართლი ოსმალეთის გავლენის ქვეშ შედის და ამით მე კი მოატყუა ვახტანგი აი მომავალ წელს ცოტას მოვღონილდები და ჩამოვალ, მაგრამ 13 წელი წავიდა და იქვე გარდაიცვალა სამწუხაროდ. და მის ხედარსაც არ გვიბრუნებენ რუსები დღეს. უთავოდ დარჩენილ ხედარს. კი, ვახტანგი, ანუ ცოტა კი ისევ წინა გადაცემის თემას ვპასუხობთ. მაგრამ ვახტანგს აღმოაჩნდა ერთგვარი არა მეომრისთვის დამახასიათებელი ცივი გონება, როცა მას თხოვდნენ აი ამ უმძიმეს ვითარებაში, რომ გადაწყვეტილება მიიღე ამ ხლაჯარი ვართ. და ეს რაღაცა ემოციურ პანიკურ რაღაცა მდგომარეობაში შეიქმნა. ესეც წერია რაღაცა, ახლა ეს ქართული ეს თანამედროვე ლათინური ტერმინები რა, პანიკა და ისინი ნახსენები, მაგრამ ასეთი ემოციური მდგომარეობა აღწერილია და მან დაშალა ეს ჯარი და წავიდა უკან და მერე კიდე ისეთ წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მერე საერთოდ უომრად გაეცალა საქართველოს. ეს ძალიან უცნაური იყო მისი საქციელი. კი, ვახტანგი დიდი ადამიანია. ვახტანგი მეექვსე უდაოდ დიდი ადამიანია, დიდი მეფეა. მაგრამ პოლიტიკაში ვერ მოიკოჭებდა. პოლიტიკა არ იყო მისი ძლიერი მხარე. სხვა ყველაფერი, მეცნიერება, სამართალი, ქვეყნის აღმშენებლობა, ამაში მას კონკურენტი არ ყავდა. აი პოლიტიკაში, დიპლომატიაში ვახტანგი საჭირო გამბედაობა, საჭირო გამბედაობა. აი რაც მის პაპას ქონდა, ხო, შაჰნავაზ პირველს, რაც ბიძას ქონდა, რაც ბიძებს ქონდა, რაც მამას ქონდა, რაც მის ძმას ქონდა, ეს არ აღმოაჩნდა. ეს არ აღმოაჩნდა და ეს გაუჭირდა მას. ეს გაუჭირდა. ახლა კი ვთქვი რომ ისტორიას არ უყვარს რაღაც დათქმებით საუბარი, მაგრამ იქნებდა რომ ჩასულიყო ის ავღანელები დაემარცხებდნენ, ავღანელებს ბევრი არაფერი არ ჭირდებოდათ, ქართველებზე შიშობდნენ. ქართველები ქაიხოს როთი დაიღუპა. ცირილცხოვანი ქართული ამალით იყო და სპარსელები გაექცნენ.
აი თვითონ აჩერებდა იმ სპარსელებს, მაგრამ სპარსელების აი ცხენის ფლოქვების არ ჩანდაო. ისე გაიქცნენ სპარსელები ავღანელები რო დაინახეს. და მიატოვეს ქართველები. ქართველები მიატოვეს. აი ქართველების შიში ქონდა. აი ცნობილი ფრაზა რომ ავღანელებმა თქვეს რომ აი ჩვენ ირანელები ჩვენთან დიაცები არიან, მაგრამ ჩვენ დიაცები ვართ ქართველები. კრუშინსკის უწერია. მირვეისმა თქვა ეს ახლა არ ვიცი თქვა თუ არ თქვა, მაგრამ აი კრუშინსკის უწერია ეს. მანამდე იოსებ მიზეზად რაღაცა არის ხმოდა. იოსებ ქართველსაც უწერია ეს. აი ქართველების შიში ქონდათ. აი ხო გითხარით ახლა ჩვენ ძალიან დიდხანს საუბრობთ როგორც ვატყობ. როდესაც აი გურგინ ხანის სახელის ხსენება შორეულ ქილმანში, ხო, სადაც ჯერ ხმალი არ უტრიალებია გიორგის, იქ ჩასვლა უკვე იმის გაგება რომ ბეგლარბეგად გურგინ ხანი მოდის, ეს უკვე ბევრისთვის ნიშანი იყო რომ აი აქ ცოტა მძიმე სიტუაცია. ძალიან და აი მის ერთს კიდევ ქართველების სამხედრო ხელოვნება ძალიან შორს იყო გავლენილი. აი ფრანსუა ბერნიემ ვახსენე მე-17 საუკუნეში ის მოგზაურობს საფრანგეთიდან პალესტინის გავლით ინდოეთისაკენ, აი რაც მარგალიტების ვაჭრობისთვის იყო ჩამოსული და ის წერს როდესაც აი ოსმალეთის სიღრმეებში შევდიოდით და შემდგომ ირანში უნდა გადავსულიყავთ, ის წერს ესეთ რაღაცას. ჩვენ ქართული ჩვენი ფრანგული ტანისამოცები გავიძვეთ, შევინახეთ და ქართული შესამოსელი ჩავეცვით, რადგან ქართველები რომ გონებოდეთ და აღარ შეგვეხებოდნენო. ანუ თვითონ უკვე ქართველის შესამოსლის ჩაცმა უკვე ნიშნი იყო რაღაც, ასე ვთქვათ, გარანტია უსაფრთხოების, ხო? აი ესეთი ის იყო და ლეგენდა დაყვებოდა უკვე. კი, მაგრამ აი ეს კაცი წერს თავის მოგზაურობაში რომ აი ჩვენ ჩავიცვით, შევიმოსეთ ქართველის ანსაცმლით, რათა ისინი ხო ქართველებს არ ეხებოდნენ. არ ეხებოდნენ, იმიტომ კი არა რომ აი გვიყვარხარ, იმიტომ რომ ეშინოდათ. ქართველის ეშინოდათ. დიდი მადლობა. ძალიან მაგრად ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო თემები განვიხილეთ, ეპიკური ისტორია, ეპიკური წინაპრების. მეგობრებო, ეს გახდათ კახა კვაშილოვა. მე ირაკლი მეფარიშვილი, გადაცემა ცოდის არქეოლოგია დღეს ამით დასრულებულია. შევხვდებით მომავალ კვირას. ნახვამდის.